Georgia, Georgia. Let's go, man. The Fight Hop Podcast. წავიდა მოგესალმებით Fight Hopper-ებს Nostal Georgis Artania და Romeo 50 Centeradze straight out of New York, Brooklyn და Beijing, China. Fight Hop podcast-ი დაბრუნდა 192-მეორე ეპიზოდზე ვართ. შეგახსენებთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, ვიპოვეთ Spotify-ზე და Apple Podcast-ზე. მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს მარტო მოცემული 5 ვარსკვლავიანი review ჩვენთვის და დაკომენტებული მას უღრმესი მადლობა. და რა ეხლა დამთავრდა UFC 310 მაგაზე ვისაუბრებთ. მაგარი სტუმრები გვეყოლება აქ უკან ჩანს ვინც იქნება. და სანამ დაველოდებით მივესალმოთ Romy's ჩვენ in-house manager, coach, fighter and local hothead. Romy, how you doing? I'm doing better than you. Bicho როგორ მოგეწონა რა ეს დღევანდელი ევენტი? რა ვიცი, ბიჭო, კარგი იყო თითქოს, მაგრამ ისეთი არ იყო, როგორც ველოდებოდი რა. ყველაზე ძალიან რამ გაგაკვირვა ან რას ელოდებოდი ისეც, ანუ რომელი ბრძოლაში ელოდებოდი მეც ან სხვანაირ შედეგს? ესე იგი, გახსნის ესა მოსარის და ალჯოს ბრძოლა მომეწონა ძალიან და ჩავხატისგან მეც ველოდი უფრო რა. ზურიკოთ შემოვიდა. სალამით ბიჭებო, სალამით. ქართველიან მეგრელიან დობჟე. როგორ ახარ ზური შენ გენაცვა. მაგრად სიმუჭორე ხა? ვახანხა ნინა. ოღონდ ბიჭებო, მაგად რომი როგორ ხარ შენ? კარგად ძმაო, კარგად, მადლობა მიხარია ძალიან რომ ამჯერად დავემთხვით ერთმანეთს წინაზე ისე მოხდა რომ გასული ვიყავი მოსახურებიდან. როგორ მოგწონს შენი პატივის ცემა ძმაო? მაგარია უცებ თვალში მომხდა ეგრევე სიმართლე რო გითხრა და რაღაც სასიამოვნო მომხდა ეგრევე თვალში. ბიჭო ხო ორივე უნდა ყოფილიყავი და ორივე აგენ რა. არ შემოვა ეხლა ლაშა შემოვა ეხლა ველაპარაკე და 1-2 წუთი და ეგეც დამატება. ზური ჩვენ ეხლა ისა უკვე დავიწყეთ რახან ეხლა მორჩა რა UFC 110 რა და კიდე ბევრი ეპიზოდები გვაქვს ჩაწერილი, მაგრამ ისეთი კადრებია და რაც ხდება ხო აზე ხარ დღეს საქართველოში არაფერი არ გამოგვიშვია და როგორც რომ იმთქვა შევახსენე ყველას რომ ეს გვიან გამოვა რა. იმიტომ რომ მართლა არა აი ხასიათიც არ არის და ისა ხო აზე ხარ რომ ესეთ მომენტში რაღაც დაიდოს და ეს რო გადაივლის და იმედი მაქვს რომ დაწყნარდება და ჩვენსკენ წავა თავისუფლებისკენ საქმე ყველაფერი ერთად დაიდება რა. მართალი ხარ კიდევაც. ეხა იმედია მალე დაალაგდება კიდევაც საქართველოში ეგ სიტუაციას და მალე მშვიდობაც იქნება, რომ ძალიან ძნელი არის ესეთ რაღაცების ხურება, რაც არ უნდა იყოს სპორტი ყველაფერია, მაგრამ ესეთ რამის ხურება ცოტა ძნელი არის და ვისურვებდი მეც და როგორც ყველა ნებისმიერი ქართველი, რომ მალე დაალაგებული იყოს სიტუაცია. ამინ. და ზოგადად ეს ერთი კვირა ბოლო განსაკუთრებით ისე ვარ უკვე აი საერთოდ დარბაში ერთხელაც ავყოფილ ვარ მოსვენება მაქვს დაკარგული ხოლაზე ხარ რა როგორ ისვენებ ერთ ადგილას სულ აუყურებ რა ხდება ისა და არა მოკლედ რა ასახარბელო სიტუაცია და ჩემზე ძალიან ისე აისახება რა ვცდილობ რომ არ შემეტყოს მაქსიმალურად მაგრამ გინდა თუ არ გინდა მაინც ახდენს გავლენას ადამიანზე რა ესეთი რაღაცა. კი რა თქმა უნდა ეხა ქართველი ვახარ გინდა არ გინდა გუზე მოხდება. ყველანაირად იმოქმედებს ეხა რაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ამბავია, ჩვენი ბედი წყდება ეხა ამანას და მე თუმეტეს ჩვენ შორს ვართ ეხლა. ლაშა შემოვიდა. ყველა ჩვენი შოუ შეივსო. ავა ლაშა გაუმარჯოს. მომისმინე ესე დავაყენო თუ ესე გვერდზე გადავატკენო? ეგრე. ეგრე ჯობია? კი.
არა მოკლედ მეგრული ყველამ უნდა ვისწავლოთ ისე. კაი იყო, რომელმა იყო. ჩემი აზრით ყველამ რო ვიცოდეთ უნდა იცოდეს ხო, ყველამ რო ვიცოდეთ მეგრულიც და სვანურიც ძალიან მაგარი იქნება. აუ მართლა მაგარი. ის სკოლებში რო ისწავლებოდეს ორივე ენა, რაღაც დავაფშე ბიჭო, რა მაგარი იქნებოდა. მაგარი იქნებოდა. ეხლა ბევრი რუსები და იმ დაღესტანელებს რო ხვდები ქართული ცოტა იციან ბევრმა და ვაფშე მეგრული რო იცოდე და მე კუთხეში რო დაგიდგეს ვიღაცა გამიგენა მეგრულად რო გეფასოს და ამერანერ კაკებს. მეგრული ხალსვადური და კაცშვილი ვერ გაიგებს ვერაფერს იმედა რა ესე ლაპარაკობდეთ იქნება. მაგ მეგრული ცოდნის მნიშვნელობა უნდა იცოდეს პირველ რიგში ხალხმა. მე ეგრე ერთმა ისეთი მითხრა ერთხელ ესა კინაღა მოუკალი ზავი თქვენო ქართველებმა ჩვენ მეგრელებს დამწერლობა წაგვართვითო მე აგბრიდავ ჩემ რა მოკლავ მეთქი. ეგ უკვე სხვა რაღაცა არის, ასე ეგ უკვე ცოტა. თავარი მნიშვნელობა ვიცოდეთ მეგრულის და სვანურის არსებობის, რატო არსებობს და რა თქმა უნდა. ასე შემდეგ თორე და რო ვიცოდეთ ყველამ კაი იქნებოდა რა თქმა უნდა. ლაშა პირველ რიგში გილოცავ ძმაო, გამარჯობა. აი ხარე, მადლობა ძმაო. აი ძმაო, აი შენთვის. და მინდა გითხრა, რომ ძალიან მაგრად მომეწონა შენი takedown defense-ი. ყველაზე მეტად ეგ მომეწონა ბრძოლაში. აშკარად გეტყობოდა რომ ბევრი ქონდა ნამუშევარი. მეთოდურად double leg-ზე ეგრევე ჰუკებზე მიდიო, underhook-ზე მიდიოდი. მოკავდა მაღლა single leg-ზე ეგრევე მარჯვენა თეზოს ამძიმებდი ქვემოთ მიქონდა და მე separation-ს აკეთებ მაგარი იყო ძალიან რა. მაგაზე ვიმუშავეთ, ბევრი ვიმუშავეთ. აი ზურა ხო იყო ახლა კაროჭი ერთი თვე და თითქმის სულ მაგას არ ვაკეთებდით მინა. მაგარი კუთხე ყავდა ძმაო და მაგარი გამოსვლა ქონდა. შენი ბაზა რომი კარატეა, ხო? არა, ჩემი ბაზა კარატე არა. კარატეში ახლა 5-6 წელს რო ვიყავი, მაშინ დავდიოდი პატარობაში და მე კიკბოქსში ვჩხუბობდი ცოტა ხანი. მე აქ ჩამოვედი, პატარა ვიყავი, 16 წლის ვიყავი, არ მაჩხუბეს, მარტო ვიყავი და თავიდან არ მაჩხუბეს და ჭიდაობა დავიწყე აქ შტატზე რა. და მე მაქედან MMA აღმოვაჩინე და ცოტა 1-2 ჩხუბი MMA-ში ჩავატარე და ეგ არის რა, სულ რა. ვიფიქრე რაღაც ეგრე მახსოვდა რომ შენი ბაზა იყო კარატე და მაგის პონჩი ფიქრობდი რომ მე ვაფშე კიდე სხვადასხვა უკვე მაგას მოიწოდება. არა, რომის მაგრაევასება კარატე და ფეხები აქ მაგარი ძალიან სხვათა შორის რა. რომის აქ იმინა ვანდამ შეშურდება, ისე იქნევს ფეხებს და იმიტომ ვახსენე ეს რომ ლაშა ძმაო მე აი ყველაზე მაგრა რაც არ ველოდი რა, ნუ თლიანად სტილში წაიყვანე გეიმპლანი ფეხებით იმუშავე ძალიან ლამაზი დარტყმები გაგზმაო tornado taekwondo სტილში ფეხები ტრიალში spinning heel kick-ები ძალიან მაგარი. აი ახლა შეიძლება შემდეგი ჩხუბი რომ ექნება მარტო ჭიდაობა გაუშვა იმენა. მე აზია რა ვარ, ას გავაკეთებ მე თვითონ. უბრალოდ ძალიან ცოტა დაგაკტა რამოდენიმეჯერ ფეხს ვიქნებდი. ალბათ უფრო setup-ში იყო პრობლემა, ანუ ცოტა თითქმის მივიდა რამოდენიმეჯერ მიზანთან, მაგრამ ცოტა ჩემი გადმოსახედიდან ცოტა მეტი რო გემუშავა ხელები და მე გაგეშვა ფეხი, შეიძლება მისულიყო უფრო მიზანთან რა. ეხლა უყურე რანაირი სიტუაცია იყო, მაგის კუთხეში ვინც იყო, კაროჩე ის ბიჭი იყო ჩვენთან კემპზე 2 კვირა გაიგე? მაგის კუთხეში ვინც იყო. ხო და იმას ეხლა კარგად ვიცნობ, გამიგე მე ვილაპარაკეთ კიდე მას ბრძოლა რომ დამთავრდა. აროჩი ჩვენი გეიმპლანიც ეგ იყო რა, რომ ისა დისტანცია დაგვიკავა და აი ბრძოლაში არ შემოსულიყავით და ეს 2 კვირა იყო ჩვენთან გამიგე და იმასთან ვისპარინგები ჭიდავე კიდევაც და ყველაფერი იცოდა ახლა თითქმის გამიგე. არც ვიცოდი მე არც ვიცოდი თუ იმის კუთხეში მომენტალურად მოხდა უსეთ გამიგე. რო ჩამოვიდა შევხედე ეს ტიპი მე გაიჩიტა და მე ვისთან არის? არა შენი მოწინააღმდეგის კუთხეში ვარო. და რამდენჯერ შეგიცვალეს ლაშა ეს ბოლო შემოვიდა ხო მანამდე 2 ყავდა. ეს იყო კაროჩე ახლა ოფიციალურად სურათი იყო, ეს იყო მესამე, მაგრამ ისე იყო კაროჩე ორთან იყო მოლაპარაკება. კიდე ანუ ეს იყო მეხუთე მოწინააღმდეგე. პირველი იყო 61-ში, მერე იყო 63-ში, მერე იყო 66-ში. ის რო იყო ვენესუელული ბიჭი იყო, კარგი ბიჭი იყო, სხვათა შორის გონი პოლონეთში ვარჯიშობდა მაგიც. მერე იყო ერთი ჩეჩენი იყო კიდე კაროჩე NFC-ის ჩემპიონი იყო ადრე. გონი 2 წელს უკან გახდა NFC-ის ჩემპიონი. და ბოლოს იყო ეს რა. ბოლო ანუ სამშაბათიდან ავიღეს ეს ბრძოლა. ანუ ბრძოლის კვირა რო იყო სამშაბათს ჩაინიშნა ეს ბრძოლა რა 64-ში.
თავიდან დავიკელი, короче, მე მოვიმატე, მე ისევ დავიკელი, მე მოვიმატე და ბოლოს რაღაცა ცოტა დაკლება მომიწია კიდე რა. ეგ სასწაული იყო ისე მაგ ისტორიას რო უყურებდი გვერდიდან ძალიან ისეთი იყო. ლაშა მოვიდა თავიდან მეტოქის პონახო იყო კიდე ძნელი. თავიდან ისიც იყო რომ მეტოქე ვერ უნახეს და მე ყოველ მესამე დღეს, ყოველ მეოთხე დღეს ლაშა მოდის ზურა მეტოქე შეიცვალა. ეხა 66-ში ვჭუბო. ზურა ეხა მითხა 61-ში უნდა ვიჭყვი. ეხა 3-შიო და ხად ისე იყო ხადასი და ლაშას სახეთ იცვლებოდა ხოლმე ყოველ ვარჯიშებზე ხოლმე რაღაცა ისე. ამაზე კი ვიცინით ეხა, მაგრამ ეხა ხო არა ძმაო, დართულია ხოლმე ხარ რა, მაგარი მურტალია. ფსიქოლოგიური მომენტიც იყო, короче, მე მგონი ზურაჩებზე მეტად ნერვიულობდა კიდე გამიგე. თული როგორი თული კი რა არა იგებდა კიდევაც მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე მაგათაც შეიძლება მამის სიტყვაზე ვიძახი, შეიძლება არ ამეღო, არ ვიცი, ეხა იმ მომენტში როგორ ერთისთვის რომ ემზადებდა თან წონა ქონდა როგორ ვიცი 60 უკვე 68 იყავი არა ლაშა 67 68 კილო იყო უკვე რა და რო შესთავაზეს 2 კვირით ადრე 66 კილო და დათახდა მაგაზეც რა უკვე წონა გაკეთებული ყოფა ფაქტიურად ხო 68 კილო იყო ვარჯიშის წინ რო ივარჯიშებდა კი იქნებოდა 6 ნახევარი და დათახდა იმასაც და ის ბიჭი კიდე კაი მუტრუკი იყო ნახდა რა ვისაც უნდა შეხვედრილიყო მაგრამ ავი გული და მებრძოლი ხასიათი რო აქვს ეგ ჭუბებში უკვე ჩანს და მე კი ვიცი მაგრამ თან ისეთი სიტუაცია იყო გამიგე ახლა ვემზადებოდით 4 კვირა ახლა ზურა ჩემთან იყო ჩამოსული კიდე ერთი ბიჭი იყო თუმცა ის ცოტა ადრე წავიდა და ახლა რო ემზადები короче 3-4 კაცი კარგად გულიანად და რო არ შედგება ბრძოლა ხო იცი როგორი ცუდია გამიგე და ამიტომ მეთქი ყველა წონაზე თანახმავ იყო ალბათ 70-ში რო შემოეთავაზები და მაგაზე დავდახდებოდი მაგრამ კარგად იჭალიჭეს короче და ბოლოს მაინც რაღაცა 57-ის ბიჭი იყო მაგრამ 64-ში ვიჭხუბეთ რა ლაშა ბრეივთან რა ხდება მაგათ თვითონ ცალკე შეჭამის ტვინი ეხა არა მაგათთან короче მე გამომიგზავნეს მაგათმა კონტრაქტი გამომიგზავნეს გამიგე 36 თვიანი ო და თან короче იმასთან ვიყავი რა ქვია კონტაქტზე რიზვანა მაგათი მეჩმეიკერი ვინც არის ვიცი რიზვან ალი თუ რაღაცა ჯანდაბარო ქვია короче და მაგარო გამომიგზანა კონტრაქტი რა მე რო გადავხედეთ ამ კონტრაქტს რაღაცები კითხვები გქონა და რო ვკითხეთ короче არ მომეწონა გამიგე ჯერ იყო 36 თვიანი კონტრაქტი ანუ 3 წელი უნდა დარჩენილიყავი და წელიწადში მაძლევდნენ 2 ჭხუბს 6 ჭხუბის მეუთხარი короче 6 ჭხუბი მეუთხარი მაშინ კონტრაქტს ეს ავიღებ მეთქი რომ 6 ჭხუბის მომეცით მეთქი რა 36 თვიანება და 6 ჭხუბს მე როცა ჩავატარებ და დავამთავრებ მეთქი რა და არაო წელიწადშიო короче 2 ჭხუბიო თუ სიტყვაზეო რაღაცა მოხდაო შეიძლება 3 ჭხუბიო სიტყვაზე ვინმე არა მეუთხარი მაშინ დაუბერებული ვარ აქ ბრეივში და ეგეთებენ ეგრე ყოველთვის აქვს კომენტებიტო ეხა ეს სტანდარტი ვარიანტი არის ისე რა ეხა რო ვაკვირდები ყველა ორგანიზაციაში უმეტესწილად ეგრე არის 2 ჭხუბი არის სტანდარტულად გამოწერილი და ხა მესამე და მეოთხეს თუ გაჭხუბებენ არის ძალიან იშვიათი რა ეგ უკვე თვითონ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული რამდენად მოეწონებიან რამდენად ორგანიზაციას აწყობს რა არიცი სამწუხაროდ კონტრაქტები არის 99% ორგანიზაციების სასარგებლოდ ყველა ორგანიზაციაში შედგენილი პატარა იქნება თუ დიდი არ აქვს მნიშვნელობა ყველგან კონტრაქტები არის მოჭხუბის სასარგებლოდ არაფერი არ წერია იმ კონტრაქტში არც ეჩი არა ძმაო ეგ ახლა მე რო გამეკეთებინა იქნებოდა ძალიან დიდი სისულელე ჩემი მხრიდან იმენა ხო არა თანხა არ იყო სიტყვაზე რომ მეთქო რა კარგი თანხიდან იწყებოდა და მე კარგი თანხაც ემატებოდა თვითონ ჭხუბზე და ის მაგრამ მაინც არ ღირს გამიგე მე უფრო მეტი შემიძლია სიტყვაზე შეიძლება ბევრიც ვერაფერი გავაკეთო მაგრამ მე ვფიქრობ რომ უფრო მეტი შემიძლია და იქნებოდა ჩემი მხრიდან შეცდომა რომ გამეკეთებინა მაგათთან ხელშეკრულება იმენ ესე მიჩვენე მე სიტყვაზე რაღაცა სიახლეები არის ახლა მაგას რა თქმა უნდა გაგაგებიებ და თვითონაც მე დავდებ ხოლმე რაღაცებს და ნახავთ და არის მაგრამ რანაირი სიტუაცია არის მე მიჩვენია სიტყვაზე რა თითო ჭხუბი აქა სადღაც ვიჭხუბო ვიდრე იმენა მაგათთან კონტრაქტი მქონოდა გაკეთებული სტაბილურად ის რაღაცა გამოწერილი თანხა რაც იყო იმაზე ის ამეღო და არ მიღეს იმენა არანაირად არ მიღედა მე მგონი მეომაც მერჩია რომ არ გამწარდა ქართველებისგან რა ვერგიშვ მე ესეც უთხარი ძმო მეთქი რომ თუ სიტყვაზე რაღაცა სიტუაცია იქნება სხვა ორგანიზაციიდან შემოთავაზება ანუ მე უთხარი მე შემიძლია რომ წავიდე არა მაგიო ჩვენ უნდა გადავწყვიტოთო გაგიშვებ თუ არაო გამიგე და ეხლა ეგენი რას გადაწყვეტენ მე რა ვიცი ეგ უარის ვარიანტია ეხლა ჯერ ხო ორჯერ აჭხუბეს სულ 2 წელიწადში და ეხლა 10-ში დანიშნული ქონდა მაგას და კიდე ერთ ქართველ ბეჭდს უნდა ეჭხუბა ბათუმელს და
ორქიფანიძეს რა და ხუჩას გუნდიდან რა, ბათუმიდან. ხო და ესა გააუქმეს მთელი ივენთი ბიჭო. აიცა ის 10 ივენთი გააუქმეს? მორჩა ეგ ბაზარისო. მე აუ გავაშას გული ექნება გამსკარი რა სამა. გული წინაზე წყობასე მოვიდა მაგას რაღაც ბიჭო ის იანვარი გააუქმა ბრეივმა თუ დეკემბერი გააუქმა თო 10 იანვარს იყო 10 იანვარს იყო ვა მე არც ვიცოდი და მაგრამ გამიტყდა ვა მოკლედ ახლა უნდა ელოდო ანუ ცოტა გავუგებარებს ბიჭო თქვენთან მაგ კითხვა ორივესთან ეხა ჩემი გადმოსახედიდან ხო მე ბევრთან მაგ ურთიერთობა ქართულ მოჭყურებთან მაგრამ საწყენი არაფერი არა ეს ისეთი სპორტია აქ ნეპოტიზმით მოხვედრა ნიშნავს იმას რა ქვია ჯანმრთელობის დაკარგვას აქ მზად თუ არ ხარ არ უნდა უთხრა კაც მზად ხარო რა მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეხა თქვენ უკვე მზად ხართ დიდი შოუებისთვის რა ესა თქვენ ორნი კიდე ბიძინა კიდე სხვა ერთი ორი ბიჭი არის კიდე რამოდენიმე ბიჭი ვინც არიან უკვე მზად დიდი შოუებისთვის გეტყობათ უკვე ის კლასი და ის დონე რაც საჭიროა დიდი შოუ ბიჭები არიან რომლებიც შეიძლება კი გონიათ რომ მზად არიან და აქვთ პოტენციალი და იქნებიან ჩვენი ერთ დღეს მზად მაგრამ ჯერ არ არიან მზად მაგრამ პოტენციალი უზარმაზარი აქვთ რა თორე სიჩქარე არ ვარ გამ სპორტში რა და კიდევ ერთხელ ნეპოტიზმი ყველაზე დამოუყველია და ამის ბევრი ფაქტი ვნახეთ უახლოეს წარსულში თუნდაც რა თუნდაც საქართველოსდან და არ გვინდა ეგ რა ეს არა ფეხბურთის რო აი ვერ გახვილდე ვერ ითამაშო და კაი გამოგცვა არა აქ მოკლავენ ცემაში და ან შეარცხონ ქვეყანაზე არ იქნება რა და ამიტომ არ გეტყოდით არაფერს ჩემი აზრით რო ესე არ იყოს ხარ მზად ხართ უკვე თქვენ რო სტეპ-აპი გააკეთოთ მაღალ ლეველზე უფრო და ფაქტია რომ ორი ჩემპიონის მიუხედავად მატება ჯერ არ გვაქვს ყველაზე დიდ ორგანიზაციაში ხო პატრონი არ ყავს და იმდო უპატრონო ხალხი ვარ ჩვენ ქართველები აფრიკაში არა ისეთი უპატრონო ნაცია ჩვენ რო ვართ რა და არა ეს სასაცილო მაგრამ თუ არ გქონდა გაგიჟდე მაშინ თუ არ გაგეცინოს და რა რისი ბრალია შენ ხო და მაგას გეკითხები შენ რა რისი ბრალია ეს და რას ხედავთ გამოსავალს როგორ რა უნდა ვქნათ როგორ სპორტსმენები როგორ მოჭყურები მე ჩემი აზრი შეიძლება მაქვს მაგრამ მე მოჭყუარი არ ვარ თქვენ ხართ აქ თქვენი კარიერებია და თქვენი მომავალია და რას ფიქრობთ რამე მოსაზრებები თუ გააქვს რამე იდეები თუ გააქვს რა შეიძლება გაკეთდეს როგორ და რანაირად რომ ჰაიპმა აიწიოს რა ერთ-ერთი პრობლემა სავარაუდოდ იქნება რომ მენეჯმენტის პრობლემა რაც არ უნდა კარგი სპორტსმენი იყოს სიტყვაზე რა ძალიან მაგარი მაღალი დონის იყავი თუ მენეჯერი არ ყავს ისეთი ვინც გაგიკეთებს შულს მით უმეტეს ამერიკაში გაგიკეთოს არ არის მაინც მარტივი როდესაც ევროპაში ცხოვრობ სადაც არ უნდა ცხოვრობ ამერიკაში რო არ ცხოვრობ ცოტა ძნელი არის რა ამიტომ ვფიქრობ რომ ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის რაღაც ისეთ მენეჯმენტთან გინდა კონტაქტი გქონდეს რომელიც დაგაკვალიანოს კი გინდათ ისედაც რომ მოგიწევს ამერიკაში იმის საშუალებაც რო იყოს სიტყვაზე რომ კაი მენეჯმენტი არა პრობლემა არის რომ კლუბი არ გენიშნება ამერიკაში მაგრამ ბორის ვარიანტებით რომ გააკეთა როდესაც გააქვს რაღაცა ის რესურსი რამდენი ბიჭი არის გინდათ ევროპაში არიან გინდათ საქართველოში არიან აგერ გინდათ ლაშავით მაგალითად რა ყველანაირი რესურსი აქვს ეხლა ამ ბიჭს რა ჭიდაობა გინდა მომი გინდა ვაფშე სულ ყველაფერი აქვს რა შეულა ნებისმიერ დროს იჭყოს დადგეს ბიჭებთან იმუშაოს ნებისმიერი დონის მოჭყუბართან იმის რესურსი რო იყოს ვიღაცამ ფინანსი გამოყოს რა სპონსორობა გამოყოს გაუშვას ამერიკაში წავიდეს ერთი თვე მაინც ხო იქ მე ვიღაცა შეხედავს და იქ თვითონ ისინი გაუკეთებენ მე როგორც მესმის ახლა გინდათ რომ მოხდე აი დარბა სინდიკატი რო არის სადაც მე რაბადა ქართველებს სადაც არიან თავმოყრილი ხო გინდათ რომ მოხდეს მან დრო აი ერთი თვე ალბათ სავარაუდოდ შეიძლება რაღაცა სიახლე წამოვიდეს მე იმადგან დაინტერესება წამოვიდეს ჩემი აზრით ეს ორი ვაღარ რაღაცა ერთი მენეჯმენტი და მეორე ფინანსები ზური მეც მანდ ვარ ნო გეთანხმები ახლა ბევრი მართლა მეც ვიცი კარგი მებრძოლები არიან მაგრამ ეს მენეჯმენტის თემა არის ყველაზე რთული იმენა აი ახლა ჩემი სიტუაცია ავიღოთ თუნდაც ზურამ კი იცის გამიგე სულ მინდა მეთქი რაღაცა ნორმალურს ვეჭხუბო სიტყვაზე კარგ ორგანიზაციაში ვეჭხუბო რეკორდიც არ მაქვს ახლა სიტყვაზე ცუდი და არც სტილი მაქვს ისეთი რომ მოსაწყენი და ის იყოს გამიგე აი მაგრამ აი ეს არის ყველაზე რთული გამიგე ეს რომ
ვერ ნიშნავ ბრძოლებს, ახლა შენ რო ვინმეს მიწერის არავის არ აინტერესებს, ვიღაცა მენეჯერი უნდა, ვისაც ვის სიტყვასაც წონა აქვს, ამიგე რომ აი სადღაცა ბრძოლები გაგიკეთოს. აი ეს თემა არის აი მოსაგვარებელი რა, ძალიან ის არის რა. შენც რომ მიწერო ლაშა ისეთი რაღაცაა რომ არასერიოზული ადამიანები არასერიოზულია და არასერიოზული და ვინ ახლა რაში აინტერესებს ახლა იმას კაცო, იმასთან ახლა ცოტა პატარა პაიკები ვითავართ ახლა ჩვენ რომ მიწეროთ პატარა პაიკები ვითავართ და ვიღაცას წერთ რაღაცა მეფი არის ვიღაცა და წერთ იმას რომ ხდები და აი ძალიან დღესაც აი ახლა ხო გეუნები აი ზურამ ხო იცის არა გაროჩე მენეჯერი არ ამყავს აი დედას გეფიცები მართლა არ ამყავს აი იმ წუთში მე თვითონვე ვაკეთებ ბრძოლებს და ჩვენ ჩემი ტრენერი თუ რაღაცას ნახავს და აი იმის ხარჯზე რაღაცა ბრძოლებს იმოშებით თორემ აი იმ წუთში არ ამყავს მენეჯერი ბიჭო რომ ამ ეტაპზე არ ჯობია რომ ყავდეს მენეჯერი და მე აი თვითონ ხო როგორ ჯობია კაცო ამ ეტაპზე არა ყველა ეტაპზე მენეჯერს სხვადასხვა რაღაცები მოეთხოვება როდესაც თავიდან იმას შენი მებრძოლი თქვა ეხა მოდის და უჭირს და მუშაობა უწევს რაღაცა ისე უნდა ქნა რომ ან ნაკლები მუშაობს ან საერთოდ არ იმუშაოს სპონსორები გამოუძებნო რომ ივარჯიშოს მე უკვე ნავიგაცია ხდება წარმატებას რომ მიაღწევს მე უკვე ისე უნდა დაალაგო ყველაფერი რომ უკვე ზედმეტად რაღაცები არ შეწუხდეს თუნდაც ფინანსური მხარით და ყველა ეტაპზე სხვადასხვა ფუნქციები აქვს მენეჯერს გამიგე აი ხა რაც შეეხება შენ თვითონ მოწერას მიზეს მაგარის მართალი ხარ ეხლა მაგალითად მე მოვშვები აქ რაც შემიძლია ჯერჯერობით ეხლა მე დიდი გაქანება ჯერჯერობით არ მაქვს მაგრამ რაღაცა წვდომები მაქვს და ჩემ ძმაკაცებს მოვშვები მენეჯერად როგორც შემიძლია ესე უდგევარ რა და ბეკამ რო იჩხუბა ფლაშხიამ და რომ მოიგო სპონსორი გაიჩიტა რა ხო და არ დაელაპარაკენ არავის ჩემს გარდა იმენა მენეჯერთან გვინდა ბაზარიო რა სხვასთან არ ვილაპარაკებთ ხოზე და ველაპარაკები მე რა ხო და ვევაჭრები ახლა ამდენი გვინდა რამდენი შეგვიძლია და ხოაზე ხარ რა ბიჭო fight logo არ დაგავიწყდეს სწორედ სპონსორების თემა რა თქმა უნდა კარგია კაცო მე მაგრამ მე მაღაზია არ მაქვს საერთოდ ლაპარაკი რომ სიტყვაზე ვიღაცა სპონსორი გაიჩითოს რომ რაღაცა დამიფინანსოს ან სბორი იყოს ან წასვლა წამოსვლა არ მაინტერესებს ახლა ამ ეტაპზე კაროჩე მინდა რომ სადმე რამე ორგანიზაციაში კარგი ჩხუბი გამიკეთოს ხელშეკრულებით მინდა ოღონ ბრეივისნაირად არა რაღაც 3 წელიწადი და ის რა ქვია წელიწადში 2 ჩხუბი და ნორმალური სიტყვაზე 3 ჩხუბიანი ის იყოს სიტყვაზე თავიდან ერთი პირველი ეტაპი ნორმალური ჩხუბი გააკეთოს სადმე რომელიმე კარგ ორგანიზაციაში თუ გინდა PFL ევროპა იყოს, თუ გინდა PFL გლობალზე და იმაზე არა მაქვს ლაპარაკი. თუ გინდა PFL ევროპა იყოს. რაღაცა ის მაქვს ახლა კონტრაქტი, მაგრამ თლათ ისეთი ის არ არის, გამიგე რომ აი კონტრაქტიც არ არის, უბრალოდ ველოდები რა იქნება და წინასწარ არ ვიძახი არა. ანუ ლაშა ეს ერთი იყო, მარტო ერთი ბრძოლა იყო და Cage MMA-ში, თუ კიდე გაქვს. ხო, და ეს მორჩი უკვე აქ არაფერი აღარ მაქვს საქმეც. ნახოთ რა იქნება მე საკითხი მე ხა რა იცი არ მიყვარს ადამიანი როცა იმ ხელაზე იმაზე მეტად შლის ფეხს ვიდრე სადაც საბანი არ ყოფნის ყველაზე ხა რა და მე ვცდილობ რაღაცებს გამიგე მინდა რომ რაღაცები წავწიო წინ ბიჭებისთვის რა და მაგრამ მინდა რომ ისე მოვიხოდო რომ აი ყოველთვის რომ შემეძლოს დახმარება ხოლმე ხარ რა ეგრა მაგარი რაღაცა იქნება ისე მეხახელი მოგიმართოს მაგრამ მინდა ძალიან რა ძალიან რთული არ არის ადვილი ამიგე მაგრამ მინდა ძალიან მინდა რა უბრალოდ ერთადერთი რასაც ვერ ვიტან ადამიანს როცა ტრაკი არ აქვს და მაინც ატრაკებს აი მაგას ვერ ვიტან ეხლა რომ ბევრი მინახავს მაო ამდენი შემხვედრია იცი ახალგაზრდა ბიჭები ივენთებზე UFC-ს ბელატორის ივენთებზე ერთი შემხვდა ორჯერ სულ ხდება ის ტიპი ერთი ტიპია არ ვიტყვი საიდანაა და რაგვარია ბიჭო რამდენჯერ შემხვდება იმენ გამეცნობა მენეჯერი ტიპს იმენ აშკარად არაფრის ის არ აქვს და პროსტა რაღაცებს დაპირდება ებაზრება იმ რა უხატავს რაღაც ხოლმე ხარ გამოდი მეთქი რა გინდა შვილო შენ ყველა ფრენჩები რატო ატყუებ მაგას თავიანთი გაჭირება იყო არა ყოველდღე ჩუბობენ და ყოველდღე დარბაზში არიან და ოფსტასის ზღურიან კიდე შენ წყვილები რა თუნდა ჩემი ყველაზე აი ეგ არის აი ყველაზე რთული ის რომ ამდეს წვალებ ვარჯიშობდა რო არიცი მიზანი რო არ არის გაიგეს აი როდის ვისხდები როდის გადიხარ და აი პროსტა რო ვარჯიშობ რამე რო გამოჩდეს გამიგე აი ეს არის ყველაზე რთული მომენტი რა. და ახლა мотиваცია იქნება ეხა რომ აი არგ ორგანიზაციაში რომ მოხდები, შენ მოხდები, შენი გუნდელი მოხდება სიტყვაზე და რამოდენიმე ბიჭი რო იქნებით ერთად შეკრულივით რო ხართ, რომლებიც დიდ ორგანიზაციაში ხართ.
ეხლა მე ევროპაზე არ მაქვს ლაპარაკი, ევროპა რაც არ უნდა იყოს რეიტინგი რო გაკეთდება, ანუ ეგეთი წარმოდგენა მაქვს ეხლა უკვე, რომ ევროპა რეიტინგი რო გაგიკეთდება, მე უკვე კი კარგია ევროპაში ჩხუბი, მაგრამ აქ ისეც ვერ გამოიმუშავებ თანხასაც, ვერც სახელს ვერ გაიკეთებ ისეთ დიდს, რა ვიცი, როგორც ამერიკაში იქით. უნდა იყოს ნაბიჯი რა, ეტაპი ნაბიჯი რომ მე გადახვიდე ხო იქით რა. ხო. პიესელი UFC გინდა არ გინდა მაინც აქ უნდა მოხდე რა და მოდი ჩავაკვეხებ ერთმა რა არის იცი მნიშვნელოვანი თუ ვინმე იქნება ისეთი მე ვიქნები თუ სხვა იქნება ვინც იქნება არ აქვს მნიშვნელობა მაგას რა მე ჩემს თავს რაღაც ხრივ ამ სპორტში ყოველთვის ვიპოვე მე მრავალფუნქციური ვარ ამ შემთხვევაში მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ხო ვინც იქნება ვინც წამოიწევა და ამ ბიჭების არ უნდა იყოს ადამიანი ვინც ამაზე მიტოვაკეთებს რომ გამდიდრდეს თუ ეს არის შენი თვითმიზანი ამ სპორტში რო შენ გამდიდრდე როგორც კოორდინატორი, როგორც მენეჯერი, როგორც აგენტი, ესე იგი შენი მებრძოლები უკვდებიან მშიერი, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის რა. შენ თუ ამით დიდრდები, კი რა თქმა უნდა შენ უნდა იშოვო საკმარისი ფული იმისთვის, რომ კარგად იყო სხვა შეეშვა ყველაფერი და ამ საქმეს მიხედო და იმოგზაურო, მოჭხურები აარჩიო, პრომოუტერები გაიცნო, მეჩმეიკერებს შეხვდე და ასე შემდეგ და ნუ ნორმალურად უნდა იყო და იცხოვრო, მაგრამ შენ თუ ამით დიდრდები ესე იგი ფულს უწეხავ მოჭხურებს, გაიგე? და ეგეთი კაცი არ უნდა იყოს თავარია რა. შენ იმაზე იძახი აგენტებზე რომი? ზო ყველაფერზე ვიძახე და ძირითადად მენეჯერებზე და მენეჯერებზე უფრო სწორად ხო მე მეგონა რომ მებრძოლებზე ისტორიულად სპორტში ყველაზე გადაყუდებული სპორტსმენები ყველა სპორტის ისტორია ერთად რო ავიღოთ თელი სპორტის რა ყველა ჭადრაკიც რო დავამატოთ დაჟესეთ რა მეია ხო ყველაზე გადაყუდებული და ყველაზე გადაგდებული სპორტსმენები არიან მოჭხურები მოჭხურებზე უფრო მოტყუებული ხალხი სპორტში არ არსებობს მე პრეცედენტოდ თმაო რა ხო და ისეთი კაცი უნდა იყოს პატიოსანი უნდა იყოს პირველ რიგში სულით რა და ეგეთი ცოტა ძნელი რო არის რომ იპოვო ცოტა ძნელი კი არა რა ძნელი რო არა მაგიტო ვიძახი ერთ რაღაცას დავამატებ გაიგე ბევრმა მე ახლა გერმანული ვიცი ბაზარი არ მაგრამ ინგლისური არ ვიცი გამიგე და აი ენის პრობლემაც არის რომ აი ვერ ელაპარაკები ადამიანს ვერ აგაკ კონტაქტი გამიგე ისეთი როგორიც საჭიროა და აი ესაც რთულია გამიგე კვირაში ერთხელ უნდა თმაო კვირაში ერთხელ ინგლისური Zoom-ზე ძმაო with me bro I'm a professional teacher you get me black შენგონია დრო მაგ ვაფშე არა მაგ დრო აი ახლა კაროჩე ცოტა ხანში ბავშვები ადგებიან აქ იქნება საგიჟეთი ბიჭო ეს ისა მეგრული ასწავლა რუსეთში ბავშვებს ინგლისური სპეციალისტი ვარ ეგრე გიზავს ჩემი არ დაუჭერო what you talking about ბიჭო პასპორტი არა მომაღებინოთ არა ბიჭო მაგას გავარკვევ კაცო ინგლისურს და მეგრულს ნახდა გავარკვევ გასეს ინგლისურს ვისწავლი მე ახლა მეგრულს ახლა ვერ მომატყუებ ახლა და მე სიამოვნებით გავაკეთებდი კვირაში ერთხელ აი იმიტომ რომ მეც დაკავებული ვარ რა ან შაბათ ან კვირას ვიცი მესმის კაცო ყველას თავის საქმეა რა თქმა უნდა უფასოდ და ყველა ვისაც უნდა რა განსაკუთრებით ახლა ჯიგარი ხარ მომადლობა ბიჭებს რა ხო იცი როგორ გულშემატკი რომ ყველა ქართველ განსაკუთრებით MMA-ს სპორტსმენებს რა და ლაშა I want to say ისა რა უნდა მეთქვა რომ ანუ ამდენი ფეხი გისვრია როდეს მე ერთ ბრძოლაში ბრძოლაზე არა აი ეს იყო როგორი სიტუაცია იყო იცი დარბაში რო ისპარინგო ხუაზე ხარ რაღაცა ლაიტად აი ესეთი სიტუაცია იყო რა ახლა დაღლის მომენტი არ მქონია არანაირი ახლა კიდე ვიჩხუბებდი 3 რაუნდს დედას გეფიცები იმენა იმიტომ რომ არ ყოფილი აი მართლა გეუბნები რომ თითქოს სპარინგზე იყოსო ღიმილთან მაგრა ერთობოდი და რატო იყო ეგრე ვერ გავიგე რა იმისგან ვერ იგზენი რაღაცა ანუ არა იმისგანაც არ იყო რაღაცა ახლა კაცი რო გაწובה სიტყვაზე და რაღაცა სტილობს იმის დაჭერას და სიტყვაზე ბრძოლა სხვანაირია უფრო სხვანაირი საკითხია ის ვერ ძაბავდა რა უნდა და ვერ ძაბავდა და თან კაროჩე სულ დისტანციას იქა ეც გაუქნევდი და კაროჩე უკვე კონტრასტ აცtildeობდა არაფერი და სიტყვაზე კონტრასტიდან კონტრა რო დაიჭირო მე უფრო ის არის რაღაცა სხვანაირი ბრძოლა გამიგე ერთ რო გაუქნევდი უკვე დისტანციას იმხელას იკავებდი და მეორესაც ვეღარ აყოლებდი გაი პატარა დისტანცია რო დაეკავებინა სიტყვაზე რო მეორე მიგეყოლებინა კიდე შეიძლება რაღაცა ყოფნა იმენა ის ვაფშე არ ჭუბობდა რა ბიჭო პახოდა და მაიმუნობდა რაღაცებს ხო გახსოვს ლაშაე ის რა გააკეთა ვითომ რომ მოხდა და რაღაცებს რომ მაიმუნობდა არა მაგარი ჯიგარი ტიპი ჩანდა საბოლოო ჯამში ახლა ბოლოს რო გამოვიდა გარეთაც ვილაპარაკეთ რაღაცა კაი ტიპი ჩანდა რა ფეგუეროდო დარბაში ვარჯიშობო რა ქვია ხო ის ბრაზილიელი რო ფეგუეროდო მაგის დარბაში ვარჯიშობო და დაკვატიჟა მე მოდითო იქ ბრაზილიაში ჩამოდითო ვივარჯიშოთ ერთადო მე უთხარი ავი თუ შევძელით მაგდენი ბრაზილიაში არა იმაში მე უთხარი არა მოიგ როგორ ჩავიდოდი
და დამაბუჟებდა ვიღაცა მაგრამ არა და ისე ეგვიჭი ისე კონტაქტში რომ შემოსულიყო ბრძოლის დროს ბევრად უფრო ლამაზი და სხვანაირი ჩხუბი წავიდოდა. ძალიან სხვანაირი ჩხუბი წავიდა. მაგრამ ეხა ყველაფერი წავიდა გეგმის მიხედვით წავიდა ისე სიმართლე რომ ვთქვა სულ ყველაფერი. ძალიან კარგად წავიდა. პირადად ეხა მე რო უყურებ ძალიან კარგადაც წავიდა. პროზა ის მომენტია რომ ეხა რო ვიცი ლაშას რესურსები რაც არის და ლაშას შესაძლებლობა რაც არის მეტოქემ არ იმასაკნაობა საშუალება არ მისაიმისი რომ უფრო საინტერესო ჩხუბი ყოფილიყო თორე პროფესიონალური თვალსაზრისით რა ვიცი საინტერესო იყო პირადად ჩემთვის იყო საინტერესო ჩემთვისაც გომი გინას დგომში მუშაობა რო იყო ფეხებით მუშაობა იყო დგომში ჭიდაობის დაცვები იყო რაღაცა მომენტები ასპექტები სადაც ადამიანის რაღაცა დონე კარგად ჩანს და ეხა თუ ერთი მომენტი გინა ჭიდაობა ავიღოთ ეხა მარტო ჭიდაობა მოჭიდავეები რო ავიღოთ ჩხუბის გარეშე თუ ერთი მარტო იცავს თავს რაღაცაა ისეთი ცუდი ჭიდაობა გამოვა საყოველთაოდ თავისუფალი იყოს თუ გინდა ხო აი რაღაც არ მოგინდება ყურება და აი ორივე როცა ჭიდაობს აქტიურად უკვე გინდა არ გინდა შედიხარ რა მუღამში შედიხარ და უფრო რაღაცები მოხდება საინტერესო ზუსტად ეგ იყო მანდაც ინგლისური გამოთქმა არის it takes two to tango ხო აზე ხარ ანუ ტანგოს ცეკვაში საჭირო ორი ადამიანია რა ტანგო უყვარს ამას საინტერესო იქნება მაგის ყურება ეს რაღაც ცეკვის You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Cartuelians. დიდი მუცელი რო არის და დიბიდი დაახლოებით. ზურა შენსკენ არის რამე სიახლე რამე ბრძოლაზე ისმის? რავი, ჩემსკენ ჯერჯერობით არაფერი, ეხა ბოლოსაც მითხესო, დეკემბერში მინდა სიმართლე გითხრა რომ მეჩქვა რა. დეკემბერში ვიჩხვევდი და ახალ წელს მინდა საქართველოში წავსულიყავი, მაგრამ თავიდან კონტაქტზე არ გამოდიოდნენ, მე ეხლა მითხეს ბოლოს რომ მე მეტოქეს ვეძებთო და შემდეგი წლის დასაწყისში გაჩხუბებთო. როგორც მეტოქეს ვნახავთ რა და ესე ვფიქრობ რომ სავარაუდოდ თებერვალში იქნება იანვარი თებერვალი მაგრამ თებერვალში იქნება რა იანვარი ისე თქვეს რომ მაინც ტვინი არ გამებულღა იმიტომ რომ ყოველ მესამე დღეს ყოველ მეორე დღეს ხან ურეკავ ხან წერ ხოლმე მენეჯერსაც და რავი რა მაინც არ არის ასიახლები მეთქი ნებისმიერთან ჩამინიშნე ჩხუბი რა იყო რომელიღაცთან ჩანიშნე გინდაც ნეტა რემატჩი მოიცათ ჩემპიონთან ეგ ყველაზე მეტად გამიხარდებოდა მაგრამ თუ ეგ არ არის კაც არ მაქვს მაგაზე პრობლემა სულ მაქვს ორი ჩხუბი მაქვს დარჩენილი რა და მალე ვიჩხუბო ეს ორი ჩხუბი ისე მინდა მალე რო ვიჩხუბო რა ვიცი რა ძალიან მინდა ორჩე და მე თან რაღაცა გამოჩნდება რაღაც ცოტა უფრო დიდი სკენას გამოჩნდება რაღაცა თვალსაჩინოს გაფართოვდება მე ეხლა რაღაც ცოტა ისევა რა ხო ცოტა კი ორგანიზაცია მომწონს კარგი ორგანიზაცია არის მაგრამ ცოტა დაბმულივით ახლა რა ტრამვა არა მაქვს არაფერი და არ მაჩვენებენ და მე ეგ არის ყველაზე ცუდი ხო ადრე ისე მაბრალებდნენ ხო იცი რა თავიდან ტრამვები მქონდა ძალიან ბევრი რა აი კორონეთში ვიყავი რა ხადრა მომწყდებოდა ოღონდ ისიც სიმართლე ბრალი იყო მამენ თავიდან 1 2 3 თვე კარგად რო ვიყავი ეუნები ჩხუბი მომეცი 1 3 თვე არ მასდებდნენ თარიღს არ მასდებდნენ და სამეთის მე რავი რაღაცა მომწევდე ჩხუბს და ერთ ორ კვირაში ტრამვას მივიღებდი ხან ეკილი მომწყდებოდა ხან ხელი მომწყდებოდა და მე მეუნებოდნენ რომ აგე შენო სულ ტრამვები გაქო ეხა მაინც არა მაქვს ტრამვებით გადაბასილო რა ირონია არის რა ყოველთვის ეგრეა ცხოვრებაში რა გაროჩე ანუ რაღაცა რო არა გაქვს და გინდა არასდროს არ არის და ბოლოს რა მაშინ გეძახიან ხო რა ფათაშორის დღეს ჩატარდა საქართველოში AFC-ის ტურნირი დამაუწყდა რომ თქო მინდა მიულოცო ბიჭებს კაი ტურნირი ჩაატარეს ყველა მოგებულს მინდა მიულოცო ყველა ვინც მიიღო მონაწილეობა ეხლა ისეთი ამბები ხდება საქართველოში ყველამ ვიცით რომ შეიძლება მაგისი დრო იდეალური არ იყო მაგრამ იქ მარტო ეგენი არ არიან იქ ვიცით არის გერმანელები ისინი ალბათ ითხოვენ რომ ჩატარდეს ტურნირები ყველაზე ხარ და უნდა ჩატარდეს დანიშნული იყო და ქირიამ იბრძოლა და კიდე ბიჭებმა დაიმარჯვა სხვათა შორის ქირიამ კიდე დაიმატა ქამარი ასე რომ ბიჭებს ულოცავ ყველას კიდე ერთხელ ორგანიზატორებსაც და რა თქმა უნდა პირველ რიგში მებრძოლებს
მონაწილეობას და გამარჯვებას და ესე შემდეგ უბრალოდ გამეცინება ერთხელ მახსოვს ტურნირი იყო ორგანიზატორი გამოვიდა ყველას მოუხადა მადლობა გადაუხადა მადლობა სპონსორებსო იმასო ამასო და დავსყდა მე მოგზოლების მადლობის გადახდა სულ მეცინება ხოლმე რა მახსენდება ეგ რა თქმა უნდა მაგასაც ვერ ვიტყვი ვინ იყო მაგრამ ვინც უყურებს მიხვდება ასე იგი გავაგზავნეთ გავაგზავნოთ ხო რომი ისე რა მაინტერესებს აი მენეჯერიც რო გყავდეს სიტყვაზე რა დიდი ორგანიზაციასთან მოლაპარაკება რო დაიწყოს ვიზას თვითონ გიკეთებს ორგანიზაცია დიდი ორგანიზაციები კი ბელატორი მაგალითად აკეთებდა PFL-იც შეიძლება აკეთებს არ ვიცი UFC-მ დაიწყო მგონი ახლა გაკეთება ვიზების და მეტი პრინციპში აქეთ არავინ არა ესეთი ორგანიზაცია დონალდ ტრამპი გიფტამს იმინდა რა One Championship-ი არის აზიაში ბელატორი იყო, PFL-ი იყო და UFC და ბელატორი შეუერთდა PFL-ს და ძალიან ტეხავს რა ეს შეერთებები და ყველა ცენტრალიზაცია რო ხდება რა. იმიტომ რომ კონკურენცია არაა და ყველაფერი მაგათ ხელშია, გაიგე? რასაც გთავაზობენ, ის უნდა აიღუან წახვიდე რა. სხვა გზა არ გაქვს იმენ. მაგრამ ჩემი აზრით ხო არ შეიძლება, აი ხა როგორც UFC-ს აქვს მაგალითად ტალანტის, სოფლიო ტალანტის 90 თუ არა 80% მაინც ხო ყავთ. სადღაც 80-დან 90%-მდე საუკეთესო ელიტარული მებრძოლების მაგათთან არა. ეგ არის ცუდი ძალიან. შეიძლება ბევრი ვერ ხვდება ამას და გონია რომ კაია და ყველა ერთად ვარ და ერთმანეთს გვაჩხუბებენ და ესე, მაგრამ ცუდია ძალიან. არანაირი ბერკეტი, არანაირი იარაღი მოჩხუბის ხელში არ არის. არაფერი არ გაქვს შენ რომ კოზირად რომ გამოიყენო ორგანიზაციის საწინააღმდეგო ყველაფერი რენდი კოთურ არის ლეგენდა UFC 6 სოფლიო ჩემპიონია კაცი პირველი კაცია ვინც რეალ მართლა მოიგო ისა 2003 წელს რენდი გახდა პირველი მოაჩხუბარი რომელმაც ორ წონი კატეგორიაში გახდა სოფლიო ჩემპიონი UFC ჯერ ზიმეწონაში იყო მე 90 წლებში მე ჩამოვიდა 2003-ში და ნახევარ ზიმეწონაში მოიგო ეგ მაგრეგორი და ეს ჰაიპი და ისა სანამ გაჩნდებოდა ყველაფერი მანამდე ვიძახი რა და ესეთი ტიპი დღეს UFC-ში ვერ შედის იმაში რა ქვია ივენტზე ვერ ესწრება რა წარმოიდგინე იმიტომ რომ კონფლიქტი მოვიდა დეინასთან და რატო კარჩე ისეთ კონტრაქტს თავაზობდნენ რომ ბოლოს ხო ანუ ციგნის დაწერას კი რომ დომოდაო ხო ციგნის დაწერა რომ დომოდაო ჩემ ბიოგრაფიის UFC-ზე უნდა მეკითხა ნებართვაო რა ყველაზე ყველაფერ უფლებას მართმევდნენო კარჩე რა ხო და აი ეგეთი რაღაცები იმიტომ ხდება რომ ყველაფერი მთელი ძალაუფლება არის ორგანიზაციის ხელში და ასეთ რაღაცებს უნდა ებრძოლონ მენეჯერებმა გაიგე მაგრამ მენეჯერებს იმდენად ძლიერი ორგანიზაცია მენეჯერი ვერ ბედავს ვერაფერს დენა ვაიტი როცა თვითონ იყო მენეჯერი ხო ძმაო დენა ვაიტი იყო ტიტო ორტიზის მენეჯერი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა UFC და მაშინ UFC სხვა ხელმძღვანელობა ყავდა და ურეკავენ ერთხელ რა თვითონ როგორი მენეჯერი იყო რა პროსტა ამას დღეს ვეღარ იზამ თუ დაგენძრევა ეგრე როქნა რა მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო მაშინ ველური დასავლეთი იყო MMA რა და დენა არის ტიტო ორტიზის მენეჯერი ტიტო ორტიზი UFC-ს ჩემპიონია ყველაზე დიდი ვარსკვლავია იმ დროს სოფლიოში და ურეკავს UFC და კარში ამადამ ჩხუში ამადამ ამდენ ფულს თავაზობთო რა დენა არა ამდენი არ გვინდაო მაგი არ ცოტაო და ამდენი გვინდა გვეუბნება იმან არაო ვერ გადაიხდი და კარგად იყავით გააჯვითო და დაუკიდა ყურმილი რა ხო და ეს ჩავარდა პანიკაში რა ასაკეთებო ხოლმე ხარ ესა ნუ გეშინიო გადმორეკავენო რა და დაელოდენ ერთ 5 წუთი დაარეკეს კარგი სხვა გზა არაო ჩემპიონია უჭირდებაო და გადაგიხდითო რა და გადაუხადეს და აჩხუბა დღეს ეგრე რო გააკეთო მენეჯერმა ხო ჯერ ხო გაგაქროს დეინა ვაიტთან და იმენა ვეღარ იმუშავებ ინდუსტრიაში სიმ არც მოჩხუბარი აღარ გეყოლება ვაფშე UFC-დან მოკვეთავენ PR-ს ისეთ გაკეთებენ პრესაში ისე გაგაბანძებენ და ისე გაგაშავებენ იმენა და იმენა აი ვაფშე წაკშლიან რა წარმოიდგინე ხა რენდი კოთურს უარუშვებენ UFC-ს ივენთებზე მენეჯერს რას უზამენ ტიპები სიმ და ამხელა ძალაუფლება როცა აქვს ერთ ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას ხო ეს არის კატასტროფა ფაქტიურად ჩვენ დღეს რაც ჭირს MMA-ში მებრძოლებს რაც ჭირს ეს არის კატასტროფა რეალურად просто ამას არ ვიმჩნევთ მაგრამ ეს არის კატასტროფა ძმაო ის რომ მერავს ეხა აიძულებენ იანვარში იჩხუბოს ხო უმართან ეს არის კატასტროფა ისე ძალიან იშვიათი რაღაცა არის არავინ არ ჭხობს მასეთ პატარა დროში რაღაც უცებ ეხა ჩემპიონი არის არანაირი დრო არ არის იმისთვის რა
ყველა იყო პირველთან მით უმეტეს პირველი დაცვა როა ხო ყველას აქვს რომ აირჩიოს. ყველაზე დიდი პარადოქსია ხა აქედან რა არის? უყურე კიდე. ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის რომ აი ეს ყველაფერი შეუძლია ძალიან მარტივად შეაჩერონ თვითონ მებრძოლებმა რა. მაგრამ ეს იმდენად შეუძლებელია, ეს კიდე უფრო უარესია. ეს თითქმის ისეთივე იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ახლა საქართველოს რომ მოაჭრა რუსეთის საზღვარზე, სხვაგან რო გადაიტანო რა და რომ მოვისუნთქოთ რა, მაგაზე უფრო რთულია ეგ. იმიტომ რომ შანსი არა შენ ამდენ მოჭხუბარს, რომ გააგებინო რა ჯობია საერთო საქმისთვის. გამიგე? ყველაზე მარტივი გასაგები ხო და ლოგიკური ხო ისაა, რაც საერთო საქმეს აწყობს, მაგრამ ყველაზე რთული შესასრულებელია რა. და ამიტომ არ ხდება რა. არა და ელემენტარულად ერთი თვე რო გაიფიცოს ყველა მოჭხუბარი ერთად და პროსტა რო ჩამოვაყალიბონ რომ ჩვენ ესეთი კონტრაქტები გვინდა, აი ესე თითის დატკაცუნებაში გახდება ყველასთვის უკეთესი მთელი ინდუსტრია რა. მაგრამ არ მოხდება ეს არადროს. ეგ რაღაც გამორიცხულებითაა რომ რასაც ლაპარაკობ კი გეთანხმები მაგაში, მაგრამ ეგ არის როგორ იცი? სალაპარაკო კარგად სწორად ჩანს და ლამაზად ჩანს, მაგრამ რას გააგებენ ამდენი ქვეყნის წარმომადგენელი არის ახლა ყველას თავისი აზრი აქვს. არა, მასე არა, პრეცედენტები არის ამისი პროფკავშირების unionization-ის რა. ესე იყო ყველა სპორტში თავიდან, ეს იყო ყველა ქარხანაში თავიდან, ყველა მუშებში და ყველა სფეროში აბსოლუტურად. ყველგან, მაგრამ იგივე ფეხბურთი აიღე, იგივე კალათბურთი აიღე, იგივე, რავი, ნებისმიერი სპორტი აიღე, სადაც კარგად არიან ათლეტები. იგივე აქ ამერიკაში ქარხნის მუშები აიღე, პროფკავშირის წევრები რა, ისეთი პენსიები და ისა აქვს და ბენეფიტები და დაზღვევები აქვს. და ხელფასები აქვს მაგარი. იმიტომ რომ გაფიცვის ძალით მოხდა ეს ყველაფერი და ერთ ანუ ელემენტარულია ძალიან ძირითადი პუნქტები რაც უნდა იყოს ელემენტარული. მოჭხუბარს უნდა გადაუხადო ამდენი ჭხუბი, მოჭხუბარს შენ თუ შეგიძლია მოჭხუბარი მოკვეთო ორგანიზაციას როცა გინდა მაშინ, მოჭხუბარსაც უნდა შეეძლოს წასვლა როცა უნდა მაშინ, უნდა კონდეს დაზღვევა უნდა კონდეს ამის უფლება, უნდა განაწილდეს უფლებები რა. დღეს მოჭხუბარს არაფრის უფლება არ აქვს. ყველაფრის უფლებას იტოვებს თავისთვის ორგანიზაცია და ყველაფერს აკონტროლებს ორგანიზაცია. და ამის პრეცედენტი რო არ იყო, ბოქსშიცაა ამის პრეცედენტი, ალის მოქმედება რა. ალიმ თქვა, you don't have a fighter, you don't have a fight. და გაიფიცა. ალი იმდენად ძლიერი იყო თვითონ, რომ ალის გაყვა ყველა. ესეთი ფიგურა ჩვენ MMA-ში არ გვყავს, გამიგე? და ალიმ შექმნა ეს პრეცედენტი ბოქსში და ბოქსში როგორ აიცი, შენ ხარ ბოსი, როგორც მოჭხუბარი და პრომოუტერი არის შენი პეშკა. და MMA-ში პირიქითა, გამიგე? MMA-ში ის ბოსია და შენ ხარ მუშა. და როცა გინდა გაგაგდეს, როცა გინდა მოგაჭხუბოს, როცა გინდა ესა, როცა გინდა ეს. გამიგე? და არის ამის პრეცედენტები და მაგიტო ვიზახი ჰაერზე არა, გამიგე და მაგრამ MMA-ში ძალიან რთულია ეს, იმიტომ რომ მართლა შეიძლება ზუსტად მაგიტო 1000 რჯულის ხალხია, მაგრამ ყველგან ეგრე არ არის, რავი, აბა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ეს ჩვენ ერთ დღეს დადგეს ამის დღეს, შეიძლება ჩვენ ვერ მოვესწროთ. მართლა დიდი ხანი გვაწყუროს, მაგრამ შეიძლება ადრე თუ გიან მოხდეს რა. ნახოთ. იქნება ალბათ კაცო. საინტერესოა, მაგრამ რა ვიცი, აბა დღეს რაც იქნება ის კარგი იქნება, ეხლა ამ ახლო პერიოდში და მე მათ გავედით ჩვენ, მაგრამ იმედია ჩვენს რაღაცა მოგვისწრებს. ჩვენ დღევანდელი მოცემულობიდან რასაც გვაძლევს ხელს, ის უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ეხლა სანამ ფრედი გაგვითითდება, მანამდე იმედია მოგვისწრებს. იმიტომ რომ ეს დახვალ არ მოხდება და მეც მომავალში მინდა რომ თქვა რაღაცა ხო შეიძლება რომ ისე მოხდეს რომ რაღაცა ჩემი ვინმე მეგობარი ვისაც ვეხმარები მოხდეს UFC-ში და იქ მომიწიოს მეც ურთიერთობა ხო მეც ხო მჭირდება კაი ურთიერთობა მქონდეს მაგას აჯობია მე რა არა რა ყველაზე ხარ და ანუ არ ვცდილობ რომ ხიდები დავწვა უკან გადასასვლელი მაგრამ რეალობა პახუდო ეგრეა და სიმართლე ეგ არის რა და სიმართლის კაც ცხენი შეკაზმული უნდა ყავდეს გასაქცევად ხო ის ნათქვამია და ეგრეც არ მინდა გასაქცევად რომ მქონდეს საქმე მაგრამ თუ ლაპარაკობთ შინაურულად ესეა რა არა მაგას აჯობია ბიჭო ქართველი თუ იქნება მენეჯერი და მით უმეტეს ახლა მაღალ დონის ყველა ნებისმე პირადად იმასთან მივარ მოვი არავინ არ ამგონია რომ სხვა მოძებნოს გამიგე ყველა იმასთან გაიქცევა რა თქმა უნდა კიდე ვიღაცა შეეძლოს გაკეთება ჩხუბის ჯერ იქ ამერიკაში არ ვიცი როგორ არის მაგრამ წინაზე აქ ევროპაში ზოგადად რა წეგანო ვლაპარაკობდით რომ მენეჯერმა იქ
ფინანსების სპონსორები და რაღაც აქ სპონსორზე სად ფიქრობს ეხა მენეჯერი თუ ისბი ჩხუბი გააკეთო ჩხუბი ხო ერთი ორჯერ კი მithქვია მეც რომ მეთქი ხო არის რამე რო ვიცი რომ აქ რაღაცა კონტაქტი სპონსორებთან აქვს მაგრამ ერთი ორჯერ მithქვია რამე ვარიანტი ხო არ იქნება მაგრამ ისე მოთხოვნით კი არა ისე რომ რამე ვარიანტი ხომ არ გაქვს რომ რამე ამ ჩხუბზე სპონსორი იყოს სწორე თუ მადლი იქნა და რაღაცა გააკეთა ძალიან კარგი თუ არა და ლიზბი ჩხუბი გააკეთოს დროზე რა წელიწადში 1 3 4 ჩხუბი მაინც რო ჩანიშნოს იდეალური ვარიანტია 4 ჩხუბი მაგალითად არის აი ვარიანტი ტრამვა როცა არ არის მაგრამ ეგ არის ნელი ეგ ჭირს აქ თან მithumetes ეგ არის ყველას პრობლემა თუ მარტო ქართველების კი არა ძალიან ბევრის პრობლემაც არის აქ ევროპაში ბიჭებს ძალიან უჭირს და არა და მაგაშია კიდე საქმე რომ ერთი კი არა ბევრი უნდა რამოდენიმე მაინც უნდა იყოს ქართველი გაიგე რამოდენიმე მაინც უნდა იყოს მაღალი დონის მენეჯერი სპეციალისტი მწოდნე საქმის რომელიც კეთილსინდისიერად გააკეთებს ამას ყოველთვის აჯენდა უნდა იყოს ბიჭების დახმარება და სპორტის წინ წაწევა რა რამოდენიმე კი არა ვაფშე არავინ არ არის ნო აბა უნდა იყოს რამოდენიმე უნდა იყოს ერთი არა საკმარისი ერთი კაცის კარგად ყოფნა და ერთი კაცის ხო იცი კაცითო კაცებული საქართველოს არ გვაწყობს ჩვენ გვჭირდება ბევრნი ვიყოთ და კარგები ვიყოთ ყველა რა და რამოდენიმე უნდა იყოს რა ერთი არ ეყოფა თან რა ეხა მე ძალიან მაწუხებს ეს თემა რომ ერთი წელია უკვე ორი ჩემპიონი ვიყავს ერთ წელში და არანაირი ყურადღება არ ექცევა დიდი ორგანიზაციებიდან ქართულ ბიჭებს რა არაფერი მატება არა კაი კონტენდერებში ყავდა ორი კაცი შარშან მაგრამ მარტო კონტენდერები ხო არა და მარტო ორი კაცი ხო არა მაგის გარდა ბიჭები არიან ხო ორგანიზაციებში ჩხუბობენ ხო მაგრამ დაღესტანმა როგორ უცებ შეყარა ისე მაშინ ხაბიბმა რომ მოიგო ეგრევე შეყარა დაღესტანმა ხო ეგრე იყო ისე ნახდა მაშინ ისიც დაიდო რა ქვია ქართველებზე მაშინ ნახეთ მე მგონი 9 ჩხუბი იყო და 7 გამარჯვება ხო თუ არ ვწდები ამ წელს ეხლა თან რეიტინგის მიხედვითაც ესეთი არის ციფრები ხა მაინც თავისას ხო ლაპარაკობს ბიჭო რა ის არის ძური ჩემი განმოსახედი და მენეჯერების თემაც ხო რა თქმა უნდა ესეც მოსაგვარებელია მაგრამ თვითონ მებრძოლებიც წინაზე გავაშელიშვილმა რო ილაპარაკა რომ ისე ვარ დაცალსალკაებული თვითონ მებრძოლები და მიგე აი ეს თემაც არის გაიგე ხაბიბი ეხლა და ისე უდგანან ეხლა ერთმანეთს გვერდში აი მარტო იმ UFC-ზე არ არის თუ და PFL-ი აიღეს ეხლა აგერ 4 წონაში გახდნენ ჩემპიონები ახლა PFL გლობალზე და 4 მილიონი წაიღეს დაღესტანში 66-ში 70-ში 77-ში და გონი 93-ში იყო რაღაცა კიდე ხო ეხლა ნეგენი მარტო მენეჯერების ის ხო არ არის ერთმანეთს უდგანან მებრძოლები გამიგენ და PR-ს უკეთებენ და ეხმარებიან და ეგეც რამდენს ნიშნავს ორგანიზაციისთვის ახლა ვიღაცა მაღალი სახე რო არის სიტყვაზე კუთხეში დგომას არ ვიძახი უბრალოდ რაღაცა რო შეგაშვილოს ან სიტყვა შეგაშვილოს სიტყვაზე ან რაღაცა ისეთი გვერდში დაგიგეს რომ ორგანიზაციამ დაგინახოს უფრო რაღაცნაირი ისა გაქვს ანუ უფრო მოთხოვნადი მებრძოლი ხარ მე აი ეს თემაც არის გამიგე სულ ყველას თუ დგას ხოლმე ახლა აი გვერდში რო უყურებ მახაჩევი კაბიბი ისეთი ცნობილი სახეები ვინც არიან ერთმანეთს უდგან და უდგანან გვერდში და უფრო ჩანან მებრძოლები გამიგე ხო აი ესეც არის შემისაწვდომი უსმანი და უმარი პატარები რო იყვნენ ესე შპინგალეტები მაშინ ჩამოყავდა ხოლმე სან-ხოსეში და ავარჯიშებდა იქ თავისთან რა პატარები ჯერ მოყვარულებს არ ჩხუბობდნენ ისლამი სანამ მოხდებოდა UFC-ში სულ თავი რო პირველი იყო ხაბიბი ვინც მოხდა მაკედან ხო და სულ ამან წამოათრია სულ ყველა რა გონი ამან შექმნა ის ერთმა კაცმა იმდენ იქნა ხაბიბის ნაირი ფიგურა ეხა სამწუხარო ჯერჯერობით არ უყავს ჩვენ რომელსაც ესე მაგრამ თუ ითავებს რომელიმე ან თოფურია ან მერაბია არა ის ჩემპიონი იყოს ვინმე ნებისმიერ შეუძლია სხვას ითავოს ეგეთი რაღაცა გამიგე არა იოლი თან ქართველები ახლა ცოტა ისეთი რთული ხალხი დაღესტანელები უფრო გამოგყვება ისინი მაგენ სხვანაირები ჩვენ ყველას ლიდერობა გვინდა ყველას პირველობა გვინდა ყველა გენიოსები ვართ დედა ყველას გვეუბნებოდა შენ ყველაზე ჭკვიანი ხარო და ყველას გჯერა და ამიტომ არ უჯერებთ ერთმანეთს და ლიდერის არჩევა არ გვიყვარს და გაყოლა არ გვიყვარს ლიდერზე მაგრამ და რთულია ცოტა ქართველებში მაგრამ მაინც შესაძლებელია მე მგონია რა ღირსეული კაცი რო ითავებს ამას მაგას უკვე წესიერი კაცი თავისავად გაყვება რა მოხდები და კარგი იქნება რა თქმა უნდა ესე გააკეთა ხაბიბმა რა ჩვენ შეგვიძლია ხა აუცილებლად ეგრე აუცილებელი არა რომ ეგრე ვქნათ ზუსტად ხო შეიძლება სხვანაირად ვქნათ ცოტა რა
აი ახლა სხვანაირად, მაგრამ გამიგე აი ახლა რო ჩამთავრდა ჩვენი ბრძოლა მე რამე გაროჩე რაღაცა პატარა ვიდეო ჩაწერა და გამოგვიგზავნა მომილოთა და როგორ გაგვიხარდა ახლა მარტო მე სურათი იქ იყო გაროჩე და რამოდენიმე ბრძოლა და ყველას გაუკვირდა და გაუხარდა გამიგე რა თქმა უნდა მე პირადად ძალიან მაგრად გამიხარდა რომ აი ესეთი ყურადღება გამოიჩინა ასეთი დონის მებრძოლმა და მოგილოცა გამიგე რაღაცა პატარა გამარჯვება მე პირადად ძალიან გამიხარდა გამიგე და ისეთი სიტუაცია იყო რომ რაღაცნაირად ჩემ ბრძოლაზე მეტად ეგ უფრო გამიხარდა გამიგე ჩემს გამარჯვებაზე იქ ხა მერაბთან მაგარი ისა აქვს ბიჭებს რა ხა ჩემი ძმაკაცებიც არიან იქ ხა ზიკო და ლევანი ოჯახის წევრები არიან ჩემი რა იქ ჩათვალე იგივე და მანდარიან და სხვა ბიჭებიც იყვნენ ჩემი ძმაკაცები მან ჩასული და რავი იქ ძალიან კაი სიტუაცია აქვს რა იქამდე ჩასვლა ხა ყველა სამწუხაროდ არ შეუულია ეგრე რა მაგრამ ну ვინც არის კარგად არიანი ალეკოა იქა კიდე ასე პირადად არ ვიცნობ ალეკოს მაგრამ მიმოწერით ვიცნობ სხვები არიან კიდე და ну ჯიგრულად არის ყველაფერი იქა და ჯერჯერობით მადლობა ღმერთს კარგად მიდის და იმედია მატება იქნება და ვიცი აბა ისე ხშირად ხანდახან თვალსაც რო ვადევნებ ხოლმე რაღაცაა თვალში კარგად ჩანს ხოლმე სინდიკატში რაღაცაა თითქოს რაღაც ქართული კომანდა შეიკრასავით რა იქ მაინც სულ ერთად რო არიან რაღაცა ძალიან კარგი არის ძალიან ბევრი არიან ქართველები და მიუხედავად იმისა შეიძლება ზოგი ცოტა მაღლა იდგეს ორგანიზაციების მხრივ იძახი რა ზოგი მაღლა ზოგი დაბლა მაგრამ ერთად არიან და უკვე ძალიან მაგარია და რომელიც დაბლა არის გინდა არ გინდა მაღლავა რა საფეხურებს პატარ-პატარა საფეხურებით მარტივადაა უფრო მაღლა ეხა სულ რომ მაგალი დონის მებრძოლთან გვერდით იჩითები მაგასთან ერთად ვარჯიშობ ივენტზე გაყვები ხანდახან სადღაცას მოხდები თვალსაჩინოს ფართოვდება და დონეც გეზრდება ეგ არის ძალიან მაგარია ეხა აქ ნიუ-იორკში მერაბამ სადაც ვარჯიშობდა რა ლონგოსთან ისეთი სიტუაცია დატოვა და ისა ეხაც სულ ქართველები არიან მან რა ბიჭები ეხლა ჩემი გუფენი გადავიდა სხვათა შორის სინდიკატში უკრაინელი ბიჭია короче 2 წელი ჩვენთან ვარჯიშობდა და ეხლა ხანს რაღაც 1-6 თვეა სინდიკატში გადავიდა საერთოდ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვარჯიშობს მერაბთან მოყვარულია გამიგე მაგრამ მაგარი მოყვარულია ძალიან სოფლის ჩემპიონიც არის გონი იმავში თუ გემავში ევროპის ჩემპიონიც არის მაგარი ბიჭია რა ეხლა короче იანვარში ჩავატარებ ბოლო მოყალო ბრძოლასო და მე პროფებში გადავდივარ უკვე დებს ხომ რაღაცა პოსტებს მერაბთან ბიჭებთან თანზილოვი რო იყო მან ჩამოსული მასთან ერთად სპარინგებს რაღაცა პატარა ვიდეოებს პოსტებს დებდა ხომ ინსტაგრამზე ხედავდი короче სხვანაირი ტრეინინგებია საერთოდ მაგრა განვითარდიო აქეთკენ რომ მაგარი ბიჭები არიან ნუ ყველასთან ისე გიწევს რომ 100% უნდა დაიხარჯო და короче მაგარი ვარჯიშებიაო რა ნუ აქ არის მაინც ძლიანობაში აქ არის ისა რა ბიჭო გიორგი არის დაგროზული რაღაცების კითხვა უნდა და ხო გიო სადა აქ ხარ არ ვაწერ ჯონ ახლა კითხვები ბიჭო კითხვები შეჩემა დამავიწყდა საერთოდ რომ ვარსებობ მე ისე მეძინებოდა რომ დავიწყეთ არ ვაპირებდი ვაფშე ლაპარაკს რა დღეს ხო და იო ეხა შედილაპარაკი და ჩვენ მოგისმენთ ეხა ჩინურად რო გვაგინოს ამან რას ვიზავს რა რას გავიგებთ მოგებზე ვილაპარაკოს ვის მოგეწონა ონდელი ჩუბები მე სიმართლე რომ გითხრა არ გიყურებია ვაფშე დამეძინე მე ვერ უყურე ვერაფერს მე რევნახავ ბავნა იო სხვა თემა რა გქონდა კიდე შენ მაგიტო მივწერე ზურას მეთქი ღმერთმაში არგოს ეგ ძილია ეგ აი ძილი არის რა აუ მაგაზე მაგათ გამეცინა ისე სხვათა შორის ეს კაი ჩხუბები კი იყო ყველაზე მაგათ გამეხარდა ისე რომ ასაკურამ წააგო მაინც პრეს კონფერენციაზე არ მომეწონა რაღაცნაირად და რაღაცა ისე კარგი არის რომ პირველივე ჩხუბი ეხა ჩემთვის მაგალითად ეხა ძალიან კაია რომ პირველივე ჩხუბი კამარზე იჩხუბა მაგრამ არ უნდა ხდებოდეს მაგრამ რო წააგო ბიჭო თან რა არის იცი UFC არასდროს სხვა იმ კომპანიას არ უკეთებს ეგეთ რეკლამას რა იმენა Ryzen's გაუკეთეს მაგარი რეკლამა რა თვითონ Ryzen's რა დაჟე გამოაცხადეს რომ ეს არის Ryzen's ჩემპიონი აბა Bellator-ის ჩემპიონი შესულიყო ან PFL-ის ვაფშე ამოიღებენ ვაფშე არ ახსენებენ PFL-ს არ შეიძლება PFL-ს არ ახსენებენ Bellator-ს აი ამ სიტყვას არ ახსენებენ რა მაგრამ რაღაც ხელშეკრულება აქვს რა Ryzen. ეგენ ისე კონკურენტი ვით უყურებენ სავარაუდოდ ეხა და Ryzen კიდე ისეთი არის ეხა ჯერ დონით შედარებით არ არის ეხა
PFL-ები და ეხა PFL-ი გინდა არ გინდა მეორე ლიგა არის PFL-ი ბელატორი რა ორივე ერთად ხო არის ვინ როგორც არ უნდა თქვას მეორე ლიგაა მსოფლიოში და ისე სხვათა შორის ნუ ურთიერთობა რაც დაიწყო ხო იაპონიიდან დაიწყო ეს ყველაფერი MMA-ის ის პრაიდი და რაღაც და იმიდან აქვთ უკვე ურთიერთობა UFC-ს რა და არასდროს არ ყოლიათ იაპონელი ჩემპიონი აზე ხარ და ნუ ძალიან რაღაც ისე იქნებოდა განსაკუთრებული მაგრამ პანტოჟამ როგორ თქვა ბოლოს ნახეთ ეს ვიღაცა არა ბიჭო ეხა ვიღაცა იაპონელს მოუშვებდი აქო და ჩემ კამარს ავახევინებდიო სადაც როგორ მოიგო კი ანახა მაგრამ მაინც პანტოჟა ბევრად ერთი თავით წინ იდგა დააძინა ხო მეორე რაუნდში დააძინა რა კი მაგრამ ისეთი იყო რომ არ იყო გამორიცხული სადღაცას მოერტყა და პანტოჟას გაეშვა აი ფინიბძოლა არის რა ტემპში დაიწყეს ეგრევე და ორივე ფინიშს ეძებდა და ფინიშს როცა ეძებ ფინიში მოვა რა თუგვიან რა გეგონებოდა რომ სტრაპზე უყურებდი რა წინ რო ახვევს სტრაპზე რა ძალიან მაგარი პირველი რაუნდი იყო ორივე რო ცდილობს მაშინ მაგარია კი არ ვიცი მე უყურე ალბათ ნახავ ალბათ გამეორებით შენს ლაშა და ახლა არ გინახავს და ევლოევის და ალჯოს ჩხუბზე წერდა ხალხი რომ ამ ილიას რო გამოიწვია რო რა ის ილია უნდაო ამასო ისაო ესაო და ვერ ხვდები უბრალოდ და საფრთხეა ეგ კაცი ძმაო ჩემი აზრით მე ვნახე აი რომ მოიგო არა ევლოევა მოი არა ევლოევი ძალიან მაგარი არის ხელწამოსაკრავი კი არა ძალიან მაგარი არის რატო ვერ გავიგე ანუ ალჯოს რომ მოუგო split decision-ით ეგ არ არის მაგარი შედეგი მსოფლიო ჩემპიონი ალჯო და ძალიან მაგარი ელიტარული მებრძოლია და ალჯოს ხო არა განახი რა მაგარი ბრძოლა იყო რა ლაშ რა ალჯოს რაღაცები მე ნახი მაგ დარბაზში ისეთ რაღაცები შეუძლია და ზუგს ისეთი ადგილებიდან უღებს ხალხს რა ვიცი ძმაო სასწაულია რა და უბრალოდ დიდი იყო ოდნავ რა ფიზიკურად და უფრო ძლიერი იყო ევლოევი ალჯოზე რა ჭიდაობაში ჩემი აზრით ერთი თავით წინ იყო ევლოევი ალჯოზე ერთი თავით წინ იმიტომ რომ უსწრებდა ბიჭო მგონი ალჯო მოუგო იმაში ტეიქდაუნები უფრო ბევრი ალჯომ გაუკეთა მგონი მე რასამბობდი იმანაც ორივე მომწონს მაგალითად რა ორივე სტილი ორივე ჭიდაობს ახლა ძალიან პირადად ჩემთვის საინტერესოა მაგრამ ალჯო რო აიღებდა კონტროლს პირველ რაუნდში ხო დიდი ხანი აკონტროლა მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა და ჩემი გადმოსახედა თითქოს იმ ნაირის ჩაბეჭდილებას ავიტოვებდა რომ თავდაცვის მიზნით უბრალოდ კონტროლი ქონდა და არაფერი ერთი ხელს ორი წუთი თუ რაღაცა იყო კონტროლში ყავდა ერთი ხელი არ მოურტყია ფეხი მუხი არაფერი საერთოდ და ის იმას კიდე შანსი მიეცემოდა თუ არა სულ რაღაცას აკეთებდა სულ მძიმე დატკბებს აკეთებდა და უფრო სანახაობრივად ხალხისთვისაც საინტერესო იყო უბრალოდ მაყურებლისთვის სპორტსმენებისთვისაც ალბათ საინტერესო იქნებოდა და ბიჭო მე ვიძახი რამდენი ხანია ძმაო რა მაგ წონით კატეგორიაში თოფურიას მერე ყველაზე მაგარი მოჭხუბარი არის ეგ ბიჭი რა არავის არ ჯერა ყველა ასხამს და ალანს ღავს რახან ჩრდილოეთ კავკასიელია და ესაა და ესაა მაგრამ მაყურებელზე ვიძახი ძირითადად ცუდია რომ ამის გამო აგინებენ ადამიანს რა არ არის მაინც ძალიანად კი გვესმის რატომაც ხდება ეგ კავკასიელი კაცი რუსეთის დროშით გამოდის რუსულად მეტყველებს მე საქართველოს არავინ არ იხსენიებს მარტო ჩეჩნეს და დაღესტანი ახსოვთ და ერთმანეთი ახსოვთ მარტო ჩრდილოეთ კავკასია გასაგებია ყველაფერი მაგრამ ფაქტს ვერ გაიქცევი ეს ბიჭი ძმაო საფრთხეა რა ძალიან მაგარი ფინიშები არა აქ ისა მაგრამ რაში მაინტერესებს მე შენ 1 მეტრით უპირატესობით იგებ ბოლას თუ 10 მეტრის უპირატესობით ყველა ბოლა რომ მოიგო 1 მეტრის უპირატესობით რა მოგება არ არის მოგება ავარიე შემდეგ ეტაპზე გადახვიდა რამნიშნულს ახლა ჩემ ბოლო-ბძოლაზე აი კაროჩი ყველა რაღაცა გულდაწყვეტილი იყო როგორ ვერ დააფინიშე ბიჭო მერს რაღაცაერად შემიქნო ესეთი სიტუაცია გამიგე რომ აი როგორ ვერ დააფინიშე ხო ავარია ხო მოიგე ბრძოლა მოიგე ხო? ვინ გითხრა ეგ? მე მოჭხუბარმა გითხრა ვინმე? მოჭხუბარმა არა, მაგრამ კაროჩე თვითონ ხალხმა რა. ჩემი ოჯახის წევრები დაიჯენ, ჩემი ოჯახის წევრები ლაშა არ იყო ეგ ჩემი ჭხუბი. რა ჩემი რამე არ იყო. მადლობას არ ვიძახი, ღმერთს მადლობას ვეუბნები რომ მოიგე ბრძოლა რა. ვის ყველაზე მეტად გიყვარს და ვისაც ყველაზე მეტად უყვარხარ, იმას ყველაზე ნაკლებად უნდა მოусმინო ჭხუბის ამბავში რა.
აუ რას ლაპარაკობ ბიჭო, აქ უყურებ ეხლა და კონტროლი, ბიჭო, კონტროლი Aljamain Sterling-ს უფრო ბევრი ქონია ვიდრე ევლოებს. ESPN-ი ეგრე იძახის. აზე ხარ? ეგ არის. მაგრამ ground and pound-ი მეტი იყო, კონტროლი შეიძლება ოდნავ მეტი. Takedown-იც ხო უფრო ბევრი გაუკეთა Aljo, თუ არა? მე მგონი შეიძლება ხო. ორი takedown-ით მეტი გააკეთა Aljo-მ, მაგრამ ის მომენტი იყო, რომ Aljo takedown-ს გააკეთებდა და კონტროლი მე აღარ იყო იმდენად. მე კარგავდა და ის ატრიალებდა, ხო? ანუ და კი. იმას შანსი მიეცემოდა თუ არა, ხო ხვდები, ეგრევე ატრიალებდა და თან დამაზიანებელ დარტყმებს ვერ აყენებდა. მაგასაც ხო დიდი მნიშვნელობა დამაზიანებელ დარტყმებს აყენებთ თუ არა. ევლოები ალბათ ბიჭო ბევრს იკლებს. რაღაცა ისეთი დიდი მეჩვენება გამიგე? არ ვიცი ახლა პირადად არ მაქვს ახლა არ მინახავს პირადად რამ ხელა და როგორი გაბარიტები, მაგრამ აი რაღაცა ისეთი ფიზიკა ჩანს, ფიზიკურად ისეთი ძლიერი ჩანს, რომ ფიქრობ რომ ეგ ბევრს იკლებს. დიდია ბიჭო, დიდია და თან თუ დააკვირდებით ძმა ყველაში თამბეშტავი რაც არის მაგ ბიჭში რომ სულ ჭიდაობს პირს არ აღებს სუნთქვის დროს სულ მაინც ხურით სუნთქავს რა გავგიჟდი ძმა არ ვიცი რა ერთი მერაბი და მეორე ექსტამინა რა ხოზე მაგარია ძალიან მაგ პრობლემაა ბიჭი ჩემთვის მე როგორც პრობლემას ისე უყურებ მაგ ბიჭს ნებისმიერთან პრობლემა არის რომ აი გაჭიდაობა თუ წაუვიდა მაგას კი დგომში ხა ისეთი ვერ არის ხა სადილია და სადევროები თუ აილია ხელება მიაგდოს ჭიდაობა რო დაიწყოს კი ილიასაც მაღალი დონე აქვს მაგრამ სახიფათო არის იმიტომ რომ დაფინიშება პარტერში მაშინ იმასთან არისო რომ იჭხება ხა პრეტენდენტი რო არის როგორ მახრჩობელებს უძლებს როგორ მტკივნეულებს უძლებს არ ერთი და მე მეორე სადნახი რომელ ბრძოლაში ნახე ლოპესის გარდა მაგას მტკივნეულები გაეშვას არა ფიზიკურად მაგარი ძლიერი ბიჭია კაცო მე ვფიქრობ რომ მაგარი ფიზიკა იქნება მაგარი ჯანზე იქნება კაროჩე ბრძოლის შემდეგ თქვა რომ ამ ბრძოლაში მინდოდაო რომ ხელით ჩამეტარებინა მდგომში მინდოდა ყოფილიყავიო მდგომში ვემზადებოდიო ეგრე თქვა ევლოება რა და ანუ ალჯოს შანსი ქონდა რომ საერთოდ არ წასულიყო ჭიდაობაზე რა და მდგომში ყოფილიყო უფრო დიდი ხანი სადაც აშკარად ქონდა უპირატესობა ხო ნახეზური ავიდან რომ იდგნენ ალჯო ერთი ორი მომხდა ისე მაგრამ ალჯომას თავიდან რო გააკონტროლა შეიძლება იფიქა რომ ალჯოსთან ჩხუბი ძალიან რთულია პარტერში დამიჯერეთ რა მინახავს მაო ძალიან მურტალი მოწინააღმდეგეა მაგისი სპარინგები მინახავს მერაბთან უამრავი მაგისი გრეპლინგი მინახავს ძალიან მაგარ ბიჭებთან აი ვისაც UFC-ს მოჭხურებთან იმაში რა ქვია დარბაზში და სახელებს ახლა არ დავასახელებ იმიტომ რომ არა საჭირო მაგრამ ძალიან რთულია ძალიან აი რვაფეხასავითა ყველა პირისპირ აი გიდგას ტიპი და ამ დროს ზურგს იგიღებს ისე რომ შენ ვერც კი ხვდები რა ძალიან მაგრა ფიზიკური ბიჭიც არის ისე და ძლიერი ძალიან მაგარი ბიჭია ალჯო რა მართლა რა საინტერესოა ისე ძალიან ლაშა იმედია მალე მოგვიწეს ერთობლივი ვარჯიში მაინც მაგარია ძალიან საინტერესო იქნება და მით უმეტეს სინდიკატის სიმართლე რო თქვა ერთ-ერთი საინტერესო დარბაზი ამერიკაში და ხო ჩვენი ტონები ძალიან ბევრია აი რო გაგვისწორდება ვარჯიში აი ტიპია გაიგე ვარჯიში იცის როგორ უნდა გამუშაოს როგორ უნდა გაგიზიაროს ცოდნა და არ არის ცუდი ტიპი არა ალჯოზე იძახი ხო ეგ ხო იმაში extreme couture-ში არის იქ სინდიკატში ნაკლებად გონი ხო ეგ არ ვიცი მე მგონი სინდიკატში უფრო ეგ და ვიდრე არა მერაბი არის მგონი სინდიკატში თუ ეგ რა მე ვნახე რომ ეგ პირიქით იქ იყო რა იმიტომ რომ ჯონ ვუდი ხო აზე ხარ ჯონ ვუდი რა სინდიკატი ვისიც არის ეგ ხო მარტო მერაბს გამოყვება ხოლმე და ალჯო არის მგონი კაროჩე რა მნიშვნელობა შეიძლება რომ ვარჯიშობს მაგასთან მაგრამ გამოყვება იმაში უთხეში ეგეც არა გამორიცხო ბიჭო ის ჩხუბი ნახეზური ისა რა ქვია კრონ გრეისი და ის ბრაის მიჩელი? აუ გაია. კი ნახე ეგეც. მაგრამ მაგას ხან მეძინეში გადაში მეძინებოდა ხოლმე. აი ჯიანი იყო მაშინ და კრონ გრეისიმ დღეს დაგვანახა რომ ეგ არ უნდა იყოს UFC-ში ძმაო. არა მაგ ბიჭის ადგილი მანდ. ბიჭო ცოტა ტეხავს არა ეგეთი სახელი რო გაქვს და ეგიც რო აჩვენებ არა ცოტა და რაღაცა კაჯივით მიდიოდა თითქოს საჭიდაოდ რას აკეთებდა მე მაგასაც არ მომეწონა ძალიან ისეთი ჩუბი იყო
ბოლოს არა, კარგი უბრალოდ ნოკაუტი საინტერესო იყო. გააკეთა ფინიში, მაგრამ ხრივ იყო რაღაც საინტერესო ბრძოლა მე რა. ფინალობაში არ მომეწონა ეგ. ვინ ელემენტარული მოიგო როგორც მაგათ ბრძოლა შორის? არ იყო ვინ ეს. მოიგო? Price Mitchell-მა გათიშა. გათიშა ხო? თან Price Mitchell-ო გათიშავს წარმოიდგინე. არ მოქნება არის ის ხელის. ბიჭო, რა Ground არის and იცი? pound იყო. რამშველობა, ground and pound რა გათიშვა. Ground and pounds. ეგ ზუსტად იგივე ტექნიკა გჭირდება, რაც ბოქსში გჭირდება. მაგას თავისებური ტექნიკა უნდა უბრალოდ დაგადგება ადამიანი ზემოდან და თუ არის ის ground and pound-ის ტექნიკა, ვერ გაგთიშავს, შანსი არ არა. გათიშვა მარტივი ხო არ არის, გინას აგელაშას რო ეუნდებოდნენ, მაგისი არ იყოს თუ. გათიშვა რას ლაპარაკობ ადამიანის გათიშვა. კარიერას ასრულებს, ისე შეიძლება UFC-ში წვობდეს, კარიერა დაასრულოს და ფინიში არ კონდეს საერთოდ. გათიშვა ისო არ არის. დასამოთ კაცო. ეგ თავისით ხდება რაღაცა დონეც რო გაქვს, რაღაც კლასიც რო გაქვს და მე ჩხუბიც რო ისე წავა რა. ჩხუბიც რო არ წავიდა, ესე გამორიცხულია თუ გინდა უროები ურტკი თავში ჩხუბი თუ არ წავიდა ისე ვერ გათიშავ რა. ბიჭო ის იყო კიდე მაგარი ისეთი გადაწყვეტილება ნახე ვოლკოვი და სირილ განის გადაწყვეტილება რომ მიცეს იმას სირილ განს რომ რომ ვოლკოვმა მოიგო ისე ყველას ეგრე ეგონა ყველას ხათა შორის ეგ ჩხუბი მომეწონა ძალიან იმიტომ რომ ხომ ძიმეები იყვნენ მაგრამ მაგარი აქტიური ჩხუბი წავიდა ეხლა ძიმესთვის ძალიან აქტიური ჩხუბი იყო და უკეთესი იყო ვოლკოვი ნახდათ უკეთესი იყო რა ვიცი მე ბიჭო კრონ გრეისი რა გარს ხო შლიდა ყველა რაუნდში ეგრევე ჩაიხუტებოდა და გარზე გადადიოდა მაგრამ გარდი ქონდა ჩაკეტილი მთელი რაუნდი აი გარს არ ხსნიდა გარდი ქონდა ჩაკეტილი და ანუ არც ჩალიჩობდა რომ ამდგარიყო აქედან გარდი თუ არ გაშალე თუ არ გახსენდი ვერ ადგები იქნები დაწოლილი მთელი რაუნდი და უდგება როგორც ჩხუბს როგორც ჯიუჯიტსუს მარს გაიგე ჩაკეტილი გარდიდან მე ჩალიჩობს რაღაცა საბმეჩეზე დაიჭიროს და არ არის UFC-ის დონე რა სამწუხაროდ აი წეღარ რასაც ვამბობ ნეპოტიზმი მეთქი ზუსტად ეგ არის ნეპოტიზმი ეგრე ხდება ზუსტად ერთი მომენტი არის ყო რომა კიდე ბოდიში ის აქ ხეზე რო დაიჭირა მე და მეთქი რაღაცად გული დამწარო მეთქი ხელი არ გაუჭვას ტიპი რანაირად ჩხუბობდა აი გასულ ლაპარაკობს სულ რაღაც ისე შეეკრებოდა და მაგას რომ მოეგო მაგას რომ ნახდად მოეგო აი გული დამწყდებოდა რა იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებდა საერთოდ ძალიან ცუდად იჭხუბა აი ულამაზოდ და პროფესიონალური თვალსაზრისითაც ძალიან დაბალი დონე ანახა და ან რომ მაგას გაეჭიმა რავი შეიძლება და მიჩენს თავი დაენებებინა ცოტა ხანი თან ახლა ამბარზე რო ყავდა ხო ამბარზე რო ჩალიჩობდა ხო თან ახლოს იყო ძალიან ახლოს იყო ისე რო გაეჭიმა როგორც მაგარი გაკეთილი ჩაატარა კორეელმა იმას რა უქნათო რომი Korean Superboy რო არის აუ როგორც არა ბოდიში გიო უბრალოდ თქვათ ეს უეჭველი ახლა ისე გამოვიდა კრონ გრეისი არის ერთ-ერთი საუკეთესო თავის წონას ჯუჯის თუ საუკეთესო არის ჯუჯიცუში სუფთა ჯუჯიცუში ტიპი არის ბრუს ლი იმენა რა ყველაფერი მოგებული აქვს მაგრამ როგორც MMA-ის მებრძოლი ბოდიში მაგრამ ესე რას ამბობდი გიო მაგარი გაკვეთილი ჩაუტარა მაბატი Nate Landwehr იყო M1 Globalis M1 ჩემპიონი რა რუსეთში იყო ჩემპიონი მახსოვს ინგუშეთიაში იბრძოლა მათე ბრძოლობდა მანცანიკიძე რა მგონი იგივე კარტაზე იყვნენ კაი ხნის წინ რა ვიზე ამბობ ვიზე გიო Nate Landwehr კორეელს პირველი ბრძოლა იყო მთავარ კარტაზე რა ეს ის ყავდა Korean Zombie ყავდა იმაში კუთხეში რა პირველი 4 ჩხუბი არ მოყურებია პირველი 4 ჩხუბის მერე ჩავერთე არა ჩხუბი იყო Korea ჰოთოი რა ქვია მაგას რა ის აქვს ზედმეტ სახელი გიო Korean Superboy ო Superboy და მართლა სუპერ მაგარი ჩხუბა ძალიან რა აი ხა მაგალითად სტილისტურად არა დროს ეგა ბიჭო მე რა ბიჭყუბს გვაქვს ალაპარაკო ასეთი ჩხუბი დაინიშნა ჩემი მაგრამ დუხოი ჩვენ ძალიან მაგრა იბრძოლა ძალიან მაგრა აი მე რა კლინიკა ჩაუტარა ბოქსის რა იმ ბიჭს რა ბიჭო და კაროჩე რაღაც ამ კარტაზე ბიჭო ანტონი სმიტი რო გამოვიდა რო ტირო და მთლიანი გამოსვლა რო ტირო და ნახე ეგზური პირველი ჩხუბი იყო პირველ ჩხუბზე არ მიყურებია ძალიან
ტირებდა ენტონიო თუ ტარიელი შეჭო რა ტირებდა. ბიჭო, ტირილით გამოვიდა მასტი რა. მინდა ტირილით გამოვიდა და როგორ უნდა იბრძოლოს. და რასაკეთებდა, ეგეთი რამე გახსოვს როდეს მე რომ მებრძოლი სახით ბლოკავდა რა. მუშტებს სახით იბლოკავდა რა. მოდიო სახეს აძლევდა და ის მინდა დომინიკ რეიზი უტარებდა სახეში რა. და ეს სახით უბლოკო და მიდი დამარტყიო რა. არა ეს ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ნუ მან აშკარად რაღაც მენტალური პრობლემა იყო რა, ახლოაზე ხარ რა. Block punch with your face, bro. მაგრამ კაც არ უნახავს ივენთი და შენ კიდე არ ამთავრებდა რა, გავაკეთე. მე არ ვამთავრებ. აი დღეს საღამოს ვინ ჩაკწეს, აი ეგ უნახო რა, კაროჩი. რის მიზეზი? ტირილის მიზეზი ტირილით გამოდიოდაო. ბიჭო რას გაიგებ აბა ხო იცი გასახდელში 1000 განცდებში და იმაში ხარ რა და როდის რა მოგი ყველა სხვადასხვანაირია რა ტონი სმიტი ბოლოს იმას რო ეჭხობა დოლიძე ხო ეგ გააჩერეს რა ბოლო რაუნდს გააჩერა სტრაიკებით გააჩერა ground and pound ეგეც ხო რომი ხო და ის დაგვავიწყდა რა რახმანოვი და იან გერი რა მაგრამ ეგეც ახლო ბრძოლა იყო რა არ იყო ისეთი რაღაცა და კაი მომენტი ყველაზე საფრთხე მომენტი სხვათა შორის მაგ ბრძოლაში იან გერის კონდა ჩოუკი რა თითქმის და ეგ იყო რა შავხატა მოიგო ხო შავხატ რახმანოვი მაგან მოიგო ხო ეგრე ვიცოდი რომ ეგ მოიგებდა მაგრამ ძლივს მოიგო რა ხო ახლო ჭუბი იყო რა ესე იგი მაგათში მოგებული ხა კაროჩე შავხატა იჭუბებს კამარზე კი ბელალი იყო ბელალი შევიდა მერე გალიაში face off-ი გააკეთეს ისე ეგეთი რაღაცები გიო ხშირად არის ხოლმე როდესაც ეგეთი წაუგებელი ბიჭები ან ძალიან მაღალი დონის ბიჭები ერთმანეთს ხვდებიან ხოლმე არ მიდის ხოლმე რაღაცა ისეთი აქტიური მუშაობა არ არის ხოლმე ორივე ერიდება ცოტათი ორივე რაღაცას ერიდება და ბოლომდე ვერ იხსნებიან ამ ბრძოლაში სხვათა შორის ეს არა ქვია ბიჭო გარი უფრო კაი აღმოჩნდა დაცვაში ჭიდაობის დაცვაში ვიდრე მეგონა და ისა შავკატი უფრო მაგარი აღმოჩნდა დგომში ვიდრე მეგონა რა კი შავკატს ფიზიკაც უფრო მეტი ქონია ვიდრე ჩანდა და მეგონა რაღაცა გარი უფრო ფიზიკური ჩანდა მაგრამ ჭიდაობას როცა იწყებდა ხოლმე ეგეც კონია ეს ევროპელები ვერ არიან ისეთი ფიზიკურები გამიგე ეს ჩვენი კავკასიელები უფრო მაგრები არიან კაცოს ფიზიკა არ ეთყობათ მაგრამ იმენა მაქვთ ბიჭო ყავს ჩვენ 77 კილოგრამში კაცი რომელიც მაგათ ორივეს დალეწავს ჩემი აზრით რა პროსტა მაგას თავისი დროა ყველაფერს ალბათ რა ამირანში ჰა ჩოხელი 76-ში ჰა ხო 60 ჩავქელი ლევანიზე ვიძახიას ლევანი საბავი როგორ არის არ უწევს მაგას ვებსიში გადასვლა საინტერესო იქნება ვებსიში რომ მოხდეთ ველოდებით რაღაცებს და ნახოთ რა მედია მალე არა და წესით მაგასთან დაკავშირებით მარტივი არ უნდა იყოს ბოლო რამდენი ჩუბი აქვს აკეთებული ბელატორში და ბიჭო თუ კონტრაქტში დარჩენილი აქვს მაგას ჩუბი კიდე კონტრაქტის და ესეთი სირთულეებია რაღაცეები და ეხა ბოლო ბრძოლა რო წავაგეთ მაგანაც ცოტა გაგვიფუჭა საქმე რა მაგრამ ნუ ეხა ყველას ესმის რომ ბრძოლა ადახტება ეხა თან ისეთ ლარკინს რო ეჭხუბები ტიპი ვის და ვისთან არა აქვს ნაჩვენები რა და მოგებული და მასვიდალებთან და იმებთან და ხოაზე ხარ რა ვიღაცეებთან არ უჭხუბია ლევონს რაც აქაა უმაგრებს ეჭხუბება და ახლა ეს შემთხვევა მოხდა გამიგე თორე ისე ჭხუბი მიყავდა ლევანს კაცო და ფიქრობ რომ გამარჯვებას მაგას დარჩება პროსტა ახლა რაღაცები ხდება აი ფაქტია რომ უკვე აიხანია დროა მაგის სხვებისი არ იყოს მაგისაც დროა უკვე მაგრამ ნუ პოლიტიკაცა ეხა გასაკვირია ჯერ ურთიერთობა ბელატორთან რა ურთიერთობა აქვს როგორი ურთიერთობა ტოვებს თუ არა ვაფშე და მე და ვნახოთ იმედია მალე ყველა ველოდების და იმედია უკვე ახალ 2025 წელს უკვე
იქნება რა, ეგ ამბავი მოხდება ვნახოთ რა. კი, მეც მაგრამ საინტერესო იქნება ისე მაგის ნახავებში. ძალიან საინტერესო იქნება. კი. ახლა ვერ გეტყვით სახელებს კიდე. ვინმე მოხდეს კიდე ვიღაცა შევიდეს UFC-ში. სახელებს ვერ გეტყვით ესე, მაგრამ დარბაზებში ისეთი ბიჭები ყავს ნაცემი, UFC-ს მოჩხუბრები, რო აღარ გამოდიან მეორე მესამე და მეოთხეთ რა, სავარჯიშოდ და ესე რა და კარმა ახოვაზე ხარ ესე იყო ესე იგი საჭირო როგორც მოხდა რა და ალბათ მასე რო უშვებოდა ხალხ დარბაზში, მაგიტომაც შეიძლება ცოტა ზედმეტად თავდაჯერებული გამოვიდა საჩხუბრად და მაგიტო მოხდა შეიძლება ეგრე და მაგითი შეიძლება სწავლოს დაკვეთილი გამიგე, შეიძლება ეგაა ცხოვრების ირონია. Unlucky bro. არა აქვს მნიშვნელობა რა, როგორც ეს არის, ესე არის, ყველაფერს თავისი დრო აქვს. თავარია რომ აი გიოს რო უთხარი მე ბიზნესთან რო იყო კუთხეში, რა უთხრაო რა, რო წააგოსო და რო მოიგოსო და მეთქი არაფერი არ უთხრა ძმაო. გუთხარი რომ გიყვარს და ძმები ხარ და всё, წააგებს მოიგებს, ერთ და იგივე რაღაცა უთხარი ორივე შემთხვევაში და всё, მეთქი. რა ცენაზე მოგადგება სიმართლე? ადამიანი რო გიყვარს და ემეგობრები, რა ცენაზე მოგადგება გულით პირდაპირ. რატო არ გათიშებეთქი უნდა მეთქვა? აი მომენტში ვარა. შუკატაიევი არ იყო ცუდი ბიჭი სხვათა შორის ის ბიძისისა, ხო ნახეთე. ბოლომეტო კი? ხო. არა, კარგი. კი. აგაცა საოთხარი სულ 2 მეტრიანები ხდებიან. ვიდოდაც მაგას ვეუბნები მეც რა. არა, მაგრამ ვერ ჩააბარა მასმა და ისედაც რამხელა არისო. აბა. ბიჭო ხო რა, ეხა არის ყველაზე დიდი ბრძოლა, რაც აი მე ესე უყურებ რა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა რა. ჩემი აზრით ეხა იქნება უმარი მერაბი რა. უდაოდ, მაგას წყალი არ გაუვა. კი ძმო. ბიჭო და ნახეთ ის მე რო დაგიდე ზური დილით პრეს კონფერენცია რო იყო, ნახეთ ისა? კი. ბიჭო რა აზრების ხარ თვითონ აი როგორ ჩაიარა ამ ყველაფერმას? არა, პრეს კონფერენციას უყურებ ცოტა ხანი ხო მეც რაღაცათან ჰაილაითებზე ქართული იმას სეტაპ და სპორტს ხონა კიდე დადებული რაღაც უფრო მე ინგლისური არ მესმის, მაგრამ ქართულად არ მინდა ის იყო, მაგრამ ვიცი და ჯაკუზზე ვიცი მაგრამ ჯაკუზი ხო მაგარი ლაინი იყო, მაგრამ ისე აი სიმართლე რომ გითხრა მე არ სიამოვნებს. როცა შენიანს უყურებ აღელვებულს და გაღიზიანებულს და ის ცინის და რაღაც ხო აზე ხარ ეს უკვე მე ფიქრობ თუ არა რომ ანუ ტვინში რაღაც mind game და რაღაც სორტ ტვინში შევიდეს ან რაღაც რა. ეხა ევროპელი რო იყო და რაღაცა მენტალურად იმოქმედებს, მაგრამ ქართველია და ძლიერი მენტალობის ადამიანი ხარ, არ მგონია რომ მაგან რაღაცაზე იმოქმედებს. თან კიდე მით უმეტეს ქართველების ის დიდი კომანდა გვერდში ყავს და პირიქით არ მგონია რამე მაგან რო იმოქმედოს ეხა აღელვები რაცა. ჩემი აზრით მერაბი ყვიროდა ენის ბარიერის გამო. ჩემი აზრით. მერაბს რო თქვა ისე შეეძლოს ინგლისურად მეტყველება როგორც ქართულად, უფრო ჩამოყალიბებულად ახსნიდა თავის წენას და პრეტენზიებს და საკაიფოდ ახსნიდა ყვირილის გარეშე, მაგრამ რახან ვერ გამოხატავს ისე თავის საზრს, ისე გამართულად და კარგად როგორც ქართულად შეუძლია ხო ინგლისურად, ჩემი აზრით მაგიტო აღელდა და მაგიტო აუწია ხმას რა, იმიტომ რომ რთულია, როცა კარგად არ ფლობ ენას, მაგ ენაზე რო გიწევს რაღაცის ახსნა რთულის და ესეთი სიტუაციის, მაგ დროს რთულია შეკავება, იმიტომ რომ უკეთესად იცის ინგლისური რა. მაგას არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ვის უკეთესად ვიცის ესმის ინგლისური მეგეუნები, იმას არაფერი არ ქონდა ისეთი სათქმელი, ამას სათქმელი ქონდა ისეთი რაღაცები, რასაც ჩემი აზრს ვიძახი რომ შეძლებოდა ისე გამოეხატა ჩამოყალიბებულად ქართულად როგორც ქართულად შეუძლია ვთქვათ, უფრო კარგად ჩამოაყალიბებდა, რომ ენის ბარიერის ამბავი იყო და მაგიტო კიდე უკან რო გაიქაჩნენ ერთმანეთს ნახეთ backstage სხვათა შორის ლეო იყო იქ, ჩოხელი გამოჩნდა რა. აშველებდა შუაში იყო რა ლეო რა. ჯერ ხო თავიდან ესე უბნებოდა რა უმარა რომ რატო როდის მოგაყენეო შეურაცხყოფაო, არ მომიყენებიო არანაირი შეურაცხყოფაო და ბოლოს მერაბი და უკან რო ისა გაიწელენ ბიჭო რა უთხრა უმარმა რატო მომაყენე რატო მაყენე და მე როგორ უპასუხა უმარამ because I want
ხო, მე თავიდან არ მიქნიო არაფერი არ მithქონდა მე because I want მინდა და იმიტომ რა სიზამო რა. აი ეს მეორე ფილმი მოგეთეხა ხო იცი იმ კინოში რო ისე ჩხუბი მაგარი საინტერესო ჩხუბი წავა ომარ მერაბი და იმის უმარის ბიჭო ესო ფიქრობ რომ მერაბს ერთი ბრძოლა დარჩა და მართლა იქნება bantamweight-ში საუკეთესო მებრძოლი კი საერთოდ რა ეს ბრძოლა რომ მოიგოს ეხა მე კაიხანი მაგას კამარს ვერ წაართვენ მე ვინ არის ისეთი რომ დიდი წინააღმდეგობა გაუწიო ერთადერთი იყო ეს ჩემი გადმოსახედიდან რატომ ყველა შანსი ყველას აქვს ეხა ნებისმიერ შეეჩხობა შანსი ყველას აქვს ყველას ნურმაგამედოვს დაუმარცხებელ ნურმაგამედოვს ტიტულზე ჩხუბი რომ მოუგოს მერაბმა სერიოზულ ლეგასიზე აქვს უკვე აქ სერიოზულ მემკვიდრეობაზე უკვე ლაპარაკი რა და მაგარ პრეტენზიებზეა უკვე ლაპარაკი რა მაცერა რო იძახის საქართველოში ძეგლი ძეგლს უშენებენო რა ეხა პირიქით ლას-ვეგასში აუშენებენ მერაბ ძეგლს რა ეგ რო გააკეთოს რა და იცი რას ფიქრობ ლაშა აი ჩემი აზრია ძმაო რომ დგომში უმარი ჯობია ბაზარი არ არის მაგრამ ჭიდაობაში მერაბი ჯობია რა და ეხა როგორ გაიხსავენ რა მომენტი მგონია ეხლა იცი შენი აზრით უმარს უფრო პარტერში უფრო აქვს კონტროლი მაგრამ მერაბა ეხლა თავისი ტაქტიკა რო გამოიყენოს აი ეს რაუნდში გადაყავს ზოგჯერ ტიპი იმენა 20 ჯერ 25 ჯერ აი მე არ ვიცი როგორ იქნება უმარი გაიგე აჰა აი მე არ ვიცი პიტერიანთან იყო მარტო არა სხვათა შორის პიტერიანი სულ ესე დგას ხოლმე რა შელივი და არ მოძრაობს ესე გიდგას რა ხო ნახე თავის ბოქსის წელით ესე იდგას სულ რა და ეს ეგრე არ დაუდგება რა უფრო არა ეს ახლა დისტანცია ეკნება ახლა ამას და ეს ცოტა შორიდან მუშაობს გამიგე მაგამედოვი და აი კაროჩე სანამ იმენა დარწმუნებული არ არის რომ გადაიყვანს მანამდე არ შედის ხო ნახე იმენა სანთანგენთანაც ხვანაირად იყო მაგრამ არ ვიცი ახლა მერაბი რომ მიცემს ტემპს ახლა და მე ტემპს რომ მიცემს ახლა რაუნდი არ ამგონია ისე წავიდეს რომ რამოდენმეჯერ მაინც არ გადაიყვანოს მერაბმა შანსი არა ახლა როგორ აკონტროლებს მე პარტერში ეგ არ ვიცი ახლა რამდენად იმ მაგაზეც მას მომუნა მუშაობს და ეგ ეცოდინება როგორ უნდა გააკეთოს თავიანთი ტაქტიკა ექნებათ მაგრამ აი რო სიტყვაზე რაუნდში რამოდენმეჯერ რო გადაიყვანოს და 5 რაუნდიანი ბრძოლა იქნება ხო არ ვიცი მე როგორ იქნება როგორ იმუშავებს უმარი დაღლელი და ტემპი მე ვფიქრობ რომ თუ მოღალა მე იმენა დათორებულია მაგის საქმე მე მენტალურადაც გატყდება თუ მოღალა იმიტომ რომ უმარი არავის არ ვისყავს აკონტროლებული უმარი არავის და მაგისთვის იქნება ცოტა უცხო ხილივით იქნება ცოტა რო შეძლოს მაგის აკონტროლება აი მან მისცა ტემპი სენთეგენმა მაგრამ სენთეგენს ფიზიკური ძალა არ იყო უბრალოდ რა ო არა სენთეგენმა რომ მისცა ტემპი ვატყობდი უკვე ცოტა პიკში რო იყო ეგრევე გადაყავდა მე უმარს და როგორ იქნება ამასთან და დაღლილი გადაყავდა რა რამე გააკეთა რო გადაიყვანა და სახიფათო ძალიან მარტივად უდგებოდა რა და ძალიან მარტივად იცავდა თავს და მე ვფიქრობ რომ მერაბის გაკონტროლებაც არ იქნება ძალიან მარტივი იმაში და ქვია პატერი გომში არის უფრო რისკი რომ ამ გომში უფრო მეშინია რა ნუ ხოაზე ხა ხო აი გომში არ დაიჭიროს ისეთი რა თორე ჭიდაობაში და რაღაც საერთოდ არ მაქვს თან ისეთი რაღაცნაირი სტილი აქვს ბიჭო რაღაცა შორიდან იქნეს ეს რაღაც მოკლე ტანი აქვს და რამციგზე ფეხები აქვს რაღაცნაირი ისეთი აქვს ხო აღნაგობა აი ფეხები ეგ რა შენ თავი უნდა ნახო რომ ხელა გავედას რომ ლაპარაკ თავი ყველას მასეთი აქვს მაგათ ისე მაინც რაღაცა დიდი თავები აქვს რო შეხედა ყველა მოჩხუბარს გავს ოღონდ რა რაღაცაირი დამტვრეული ყურები დიდი თავები ბიჭო იქ არის ბრეივში არის ერთი რა თუთარაულს რო შეხვდა ხო 90-იან წლებში რო ხალი რომ მოგონდა ხო თუთარაულს რო შეხვდა მაგრამ ეგ ყირგიზია კაცო ყირგიზსტანიდან იყო ის მაგას რა თავი აქვს ნახე ბიჭო აუ ბიჭო ვედროები რო იყო ხო ის ბავშვობაში წყლები რო მქონდა სახში და აი მაგას ვერ ჩამოვატებ ზედ რა ეხლა თავი აქვს მაგათი გათიშვა არ გინდა თუ რა ვაკელა თავი ბიჭო უნდა დაღალოს და ეგ ალბათ თავი ისე დაღლილი გმირი ლაჩარი ხდება ხო იცი ავიცი ახლა ეგ რამდენად იქნება მაგრამ ფიქრობ რომ მერაბმა თუ წაუყვანა თავისი მაგა თავი ახლა თავიანთი ტაქტიკა ექნებათ რა თქმა უნდა როგორ უნდა იჭხმო რა უნდა გააკეთონ როგორ შენომალისთან იყო მაგრამ სტილისტურად თითქმის დაახლოებით ერთნაირები არიან რა ფიქრობ რომ გამძლეობა უფრო მერაბს უფრო მაგარი ექნება და აი უმარს არ ვიცი მე როგორ იმუშავებს მაგესთან აი როგორ რამოდენმეჯერ
გადაიყვანოს ამოუდგეს სიტყვაზე გადაიყვანოს აი ესე ტემპში რო ყავდეს უმარი ხო მე არ ვიცი აი მესამე რაუნდის შემდეგ როგორ იმუშავებს აი ჯანის უპირატესობა მე მაინც მგონია მერაბს ექნება ჭიდაობაში მერაბს ექნება სისტრაფის მდგომში ექნება უმარას და გამოცდილებაც მერაბას რა ფიზიკა თანაბრადი არ ჩამორჩებოდეს იქ არ ამგონია რომ ჩამორჩებოდეს ფიზიკაში არა გეუბნები რა ესენი არ გამოიყურებიან ძმაო აი ესე რაღაცნაირად ფიზიკურტი ბრაზილიელები და ისინი რომ გამოიყურებიან მაგარი დაკულტულები და ისინი რომ ფიქრობ რომ მაგარი მაგრამ არა აქვს ესეთი ფიზიკა ესენი არ გამოიყურებიან ეგრე მაგრამ ერთხელ გავაშა მითხრა კაროჩე იდრისოს ხდებოდი რომ კაროჩე არ გაგიკვირდეს ისეთი ფიზიკა რომ დაგხვდეს და იდრისოი ვაფშე არ ჩანდა ისეთი ფიზიკური ტიპი გაიგი მაგრამ რომ წამავლო ხე მაშინ ეგრევე მივხვდი კაროჩე რასაც მილაპარაკებოდა მაგარი არა მაგარი ჩაფსკვნილი არის რომ შეხედო მაგარი ჩაფსკვნილი არის ვერ იტყვი უმარაზე არ გამოიყურება მაგრამ ეხა მასე ვერ იტყვი მართლა რა მუსკულზე ვერ იტყვი თვითონ ჯანი შიგნით რაც არის შეიძლება არ ჩანდეს ისე ფიზიკაში მართლა ის კონტროლი და ის რო აქვს ახლა მესმის რო ტექნიკა აქვს თავიანთი ტექნიკა ყველაფერი მაგრამ ეს კონტროლსაც ძალა უნდა გამიგე ფიზიკა ჭირდება და ვფიქრობ რომ მაგათ აქვს მაგის ფიზიკური ძალა გინდა არ გინდა ეგენი ჭიდაობენ ძალიან ბევრს ჭიდაობენ და მაგათ აქვს ჭიდაობის ფიზიკა შეიძლება შტანგა ვერ წამოგიწიონ კი იწონის მაგრამ ჭიდაობის ფიზიკა აქვს იმენა მართლა ძალიან დიდი და თან კიდე ყველაზე ის რაც არის ზური ამ ჭიდაობაში გამძლეობა აქვს გამიგე იმიტომ რომ ბევრს ჭიდაობენ იმიტომ გამძლეობა შეიძლება უცებ დაგეღალოს კუნთი მაგრამ მაგათ არ ეღლებათ მო თავი როგორც იწყებენ ისე ჯანზი არიანი პარტერში უფრო მაგრები არიან კიდე ისე რას ორივესთვის იქნება ჩემი აზრით დიდი გამოცდა იმასაც ვფიქრობ რომ არც ერთი არ შეხვედრია ისეც ადრე რა როგორც ეხლა მეტოქე მართალია იმაზე ყველას დავეთანხმები რომ უმარი არ იმსახურებდა ეხლა ქამარზე ჭუბს რაც მერაბი გამოიარა გზა მაგის ნახევარი კი არა მეათედი არ გაუკეთებია მაგრამ ყველაზე საფათო მეტოქე ეხლა ამ მომენტისთვის 61-ში ეს არის ისე უმარი არის და მაქედან გამომდინარე აი მთელი სული და გულით გულშემატკივრობ მერავს მაგრამ ის იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან საინტერესო ჭუბი იქნება რომელიც უფრო დაიბას თავის ტაქტიკას ის უფრო მოიგებს იმიტომ რომ არც ყველაზე დიდი საღამო ჩვენთვის რა ნუ ეხლა რაენაირი ისეც არის იცი ეხლა ვითომ ნურმაგამედოვი როა დაუმარცხებელი მაგან არ ამგონია რომ იმოქმედო საერთოდ მერაბს იმიტომ მერაბს იმდენი ბრძოლები აქვს შეტარებული და ისეთ მებრძოლებთან რომ მაგას საერთოდ არ უნდა იყოს რამე გავლენა არ უნდა იქონიოს მაგაზე ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ სპორტსმენები უკვე იმაში რომ შედიან გალიაში უკვე იცვლებიან გაიგე თავიდან ყველა მაგაც მოტივირებული და ის არის ხოლმე მაგრამ მე რაღაცნაირად ცოტა იცვლებიან რომ შედიან გალიაში გამიგე და ვფიქრობ რომ მერაბს იმთხელა გამოცდილება ისეთ მებრძოლებთან აქვს ნაჭხუბი არანაკლები ნურმაგამედოვზე და მაგან არაფერი ის არ უნდა იქონიოს გავლენა და ისე წაიყვანოს ჭხუბი როგორც თვითონ უნდა და ვფიქრობ რომ გამარჯვებაც დარჩება მერაბს აი მაგაში თითქმის ეჭვი არ მეპარება რაღაცა შანსები რა თქმა უნდა უმბარსაც აქვს და მაგარი მებრძოლია და მაგას ვერ დაუკარგავ მაგრამ ვფიქრობ რომ მერაბის ისა რომი არის ნაჭიდავები მერაბთან ამოდენიმეჯი ხო რომ მაგრამ ეხლა ის არ მიმეტებდა ისე მე ნუ ის უბრალოდ გაიგეთებს ისე არ მიმეტებდა აი მერაბიზე რა არის ყველაზე მაგარი იცი აი მართლა რა რაც დაკვირვებულია ყველა რა რომ აი შეიძლება აი რაღაცა მაღალი ყველაზე მაღალი დონის სტრაიკინგი არ კონდეს ან შეიძლება მართლა ჭიდაობით არ იყოს ოლიმპიური ჩემპიონი მაგრამ MMA-ში ისე კარგად აკეთებს ამ ყველაფრის გამოცვლას რა ძალიან მაგრა და არის ქართულად როგორ არის unpredictable man როგორ არის ქართულად რაღაცნაირი მოძრაობა აქვს ისეთი გამიგე რომ აი ხელს გირწყავს თუ შემოდის ვერ გებულებ რაღაცა ისე კარგად იმაშება მოძრაობს და რიტმი არ აქვს თანაბარი თავისი რიტმი აქვს მარტო მაგას ესმის ვერ აყვები რა ჯაზი რაღაცაზე ცხაზია გასასმელი რომ მერაბას ვაკვირდები რაც ყველაზე მაგრად მომწონს ყველა ბრძოლაში ცოტა უკეთესი არის წინა ბრძოლასთან დაკავშირებით ეხა რა ყველა ბრძოლაში რაღაცა პროგრესია გინათ ეხა ალბათ ეჭვებოდა იანს ეჭვებოდა რამდენიმე მსხვერპლი იყო მე ის ვფიქრობდი რომ მეთქი ამასთან გაუჭირდება მაგრამ არა ამასთან უფრო მაგრად გაუჭირდება მეთქი მაგრამ რო უყურებდი ჭუბი როცა დაიწყებოდა რომ უყურებდა არა ბიჭო უფრო სხვანაირი არის რა ადრე რო იყო ისეთი აღარ არის ცოტა უკეთესია კიდე და თან თავისი სტილი ნახდა აქ ეხლა რაღაცნაირი ჩამოყალიბდა რა უფრო რა და არასტანდარტული შეიძლება ითქვას მაგრამ ძალიან მაგარი არის
აა კი და მოკლედ ალბათ საუკეთესო აქვს აი ისა რა ქვია ტეიქდაუნზე რომ მიდის აი მაგისი ტაიმინგი რა ანუ შეიძლება ისეთი იდეალურად არ აკეთებს ტექნიკურად ყოველთვის ბევრ ტეიქდაუნს მისდის უსხლდება ხელიდან მაგრამ ტაიმინგი როცა დაიწყოს ტეიქდაუნზე წასვლა აი ეს აქვს იდეალური რა ყოველთვის შაკეთებს დროულად რა ძალიან ხო და მაგარია თან ერთი ის არის რომ თითქმის მერაბს აი უფრო ჩემი საზრით ვიძახი გამიგი ახლა მაგენი სუთ წინაფეხიდან და სინგელეკიდან გადაყავს გამიგე და სინგელეკიდან დაცვას უფრო ადვილია აი დაბელეკიდან რო გადაყავს კაცი გაიგე და მაშინ უფრო ადვილია მისი კონტროლი გამიგე და აი ერთი ფეხიდან რო გადაყავს იმას ერთი ფეხი ორივე ხელი თავისუფალია და უფრო ადვილად გიდგება მაგრამ მაგას რა თქმა უნდა თავის ენერგია მიაკაცო რა ღლის სასაულად ორივე საკეთებდა ბოლოს ხო იმასთან შონომარი აი უმარს ეგ აქვს ზუსტად გამიგე ზუსტად ორივე ფეხში შედის კარგად შედის და მერე ზურგს იღებს მაგრად გაიგე ორივე ფეხიდან სიტყვაზე ზურგზე რო გადახვიდე უფრო მარტივია და ერთი ფეხიდან ზურგზე გადასვლა უკვე აქედან ხელს რო გიკეტავს უკვე ვეღარ გადადიხარ გამიგე ზურგზე და აი სათაგენთანაც ნახე თუ გინდა თუ ორივე ფეხიდან დაბელეკიდან გადაყავს და მერე ზურგზე გადადის ეგრევე კარგად უმარი გაიგე და მერაბი კაროჩე უფრო წინა ფეხიდან ერთი ფეხიდან გადაყავს შეიძლება აუდგეს კაცი ცოტა ხანი აკონტროლოს სიტყვაზე 15 10 წამი 20 წამი აუდგეს კაცი მაგრამ რა თქმა უნდა მაგას ამდენი ენერგია ხარ რაუნდში რომ მაგნაირად ერთი 7ჯერ 8ჯერ 10ჯერ გადაგიყვანს უკვე გამოგაცალა თელი ენერგია გამიგე თუნდაც საჭ გააჩნია ის არ გვინდა რა ქვია იმას Herb Dean სუროებნობდა იმოძრავეო და იმაში კაროჩე შანსი არ მიცა მერაბს რომ შეაცვლემინას თვითონ პოზიცია შეცვალა რახანი Herb Dean-ი საჯი ეუბნებოდა რომ იმუშავე მეტი რაღა უნდა ემუშავო ხო ბეჭო აბა Herb Dean-ი არ გვინდაო მარკ გოდარდი არ გვინდაო მაკარტნი აღარ მსაჯობს წავიდა პენსიაში და ეგ არ გვინდა მაკარტნი იყო ის რომ უკან რომ გამოვიდა რიკი სიმოუნთან და რომ უთხრა რომ არ გვინდა მაკარტნი ძმაო და ბიტლზები ძმაო იჩვენ გვინდა ჯეისონ ჰერცოგი გვინდა ყველაზე დაბალი რო არის ვისკი და სიგარეტი რო ევასება მაგას რა ქვია არ გინდა ეგ შეპიანიცა არ გინდა ეგ ჯეისონ ჰერცოგი გვინდა ყველაზე მაგარი მსაჯია ეგ სოფლიოში დღეს ჯეისონ ჰერცოგი ანისა ქith ჯეისონ ომისფირე ჯეისონ ჰერცოგი ნუ ეხლა საჯის ხორა რა როლს თამაშობს ვარა მაგრამ ჩვენ ყოველსევ ლაპარაკობ და შეიძლება კაროჩე უმარესთვის უარესი იყოს გაიგე აი ეს მენტალური იმის ვიძახი გამიგე მერაბთან ბრძოლა ვიდრე მერაბისთვის უმართან ბრძოლა შეიძლება ვაფშე სხვანაირი უმარი ვნახოთ ეხლა მერაბთან რო გაიჭიდება საერთოდ სხვანაირი ტიპი გამოვიდეს გაიგე ისე გარა გამორიცხული სენტაგენის მერე რო დაინახავ და უმარი რო დაინახავ და რო არ გამოდის მაღალი დონის იმასთან ის თავისი ჭიდაობა და ის თავისი რომ ისი არ გამოდის როგორც საჭიროა შეიძლება მან დაიძაბოს კი ძალიან ფიქრობ რომ სხვანაირი ბრძოლა იქნება და მერაბისთვის კი არა უმარისთვის იქნება ჩემი აზრით უფრო სხვანაირი ისა გამიგე მაგისთვის უფრო მეტი გამოცდა იქნება ეხლა თავის თავთან ვიდრე მერაბთან უმართან ბრძოლა ის ეხლა შეიძლება საერთოდ სხვანაირი გამოსიარა დაპანიკებული გამოვიდეს მით უმეტეს პირველი რაუნდი და პირველი ორი რაუნდი რომ მერაბმა კარგად წაიყვანოს გამიგე შეიძლება საერთოდ პანიკაში ჩავარდეს იმენა დაცვაზე იყოს მარტო გადასული ვერ გამოვიცო ეს ბრძოლა იქნება და მაგარი ისა რა ქვია ნუ მაგარი ამბები იქნება ეხლა ჩვენ არ ვაფსად ნუ ძალიან არეულობა იქნება გული მიგზნოს რა იქ ჭუბები მოხდება რაღაცეები გაწევ გამოწევები ხო და რა ვიცი აბა იმედია 61 კილოში დიდი ისტორიას დაწერს ეგ ბრძოლა ნახდათ რომ მოიგოს ხვერტფაქნას ძალიან ისტორიას დაწერს მერაბე რაღაცა სასწაული იქნება და კიდე ერთხელ დამტკიცდება რომ ჩვენი ქვეყანა კავკასიაში არის ნომერ პირველი იმენა. აი ეგ იქნება კიდე ერთი ფაქტი, გაიგე, რაღაცა უდიდესი ფაქტი. აუ ეგ მაგას ველოდები როგორ იცის, სასწაულად ველოდები იმენა. ახლა ეგ არის მთელი ისა, ეხა ეგ და მე სავარაუდოდ უკვე ხობს დაენიშნებათ, მაგრამ ახლა იანვრამდე ამითი ისუნთქებს მთელი ქართული MMA-ის სამყარო რა.
70 კილოში ვფიქრობ, რომ მახაჩევი ისევ მოიგებს ჩემის აზრით. კი. პატარა ჩანს წარუკიანი რა შედარებით. ფინიში არ ამგონია, მაგრამ უპირატესობით ვფიქრობ, რომ მახაჩევი მოიგებს მაინც. მაგრამ მაგარი საფათო იქნება მაინც წარუკიანი. მეც მგონია მახაჩევი მოიგებს, მაგრამ ძალიან დაიძაბება. კაი კონტესტი უნდა იყოს, სკილებით არის დაახლოებით თანაბარი. არ არის დიდი განსხვავება, მაგრამ ფიზიკურად უფრო დიდი არის და უფრო ძლიერი არის მახაჩევი, არა? დიდი ბიჭო, ის პატარა კია ის, მაგრამ რამსის კია ჩემი კაი. არა, ფიზიკურობაში არ ამგონია, ფიზიკურობაში რატო აჯობებს მახაჩევი? სარუკიანი. უბრალოდ ჭიდაობის კლასი ცოტათი უფრო მეტი აქვს. ბიჭო, ერთი თავი დიდია მგონი მახაჩევი, ერთი თავი გადამეტება ალბათ, მაგრამ დიდი არის მახაჩევი. კი. ხომ არა ეს მსხვილია ძმაო, ეხა ეს ცარუკიანმა რო დაიკლოს და 66-ში ჩავიდეს, ვერ ჩავა მოკტება ჩემ. ხელნა მოიჭრას მაშინ. ან ფეხი. არა, მაგრამ რომი შენ მართლასაო ტრუბა კვადრატივი დგას, ამხელა განიერი მხრებია, ფეხები სამხელა აქვს და მახაჩევს არ ეტყო და კუნთები ისე არ ეტყობა რა. მაღალი არის, მაგრამ სხვანაირი აღნაგობის არის. სხვანაირი აღნაგობა აქვს, ხო. ფიზიკურობით არ ამგონია რომ ფიზიკურობით დაჩაგროს, კი, ფიზიკური არის მახაჩევი, მაგრამ გამროთან რო წააგო, მის მერე რა ქნა წარუკიანმა რო ეხა ტიტულზე არის თუ გახსოვთ. გამროთან ხო წააგო მაგას. მაგრამ ის მე რამდენიმე იჩქვა მე მგონი, მაგრამ მაგის მერე იმას ხო მოუგო კიდე რა ქვია. ოლივერას მოუგო კიდე ის მუხლით რო გათიშა რა ქვია იმას კაცო. და ქვია ჩვენი ძმა დარიუში. ხო, დარიუში რო გათიშა კიდე მუხლით. და ეგ იყო რა ორი ბრძოლა და მესამე ეს არის რა. ნახოთ, ესე იგი ბიჭები, ნახოთ. ბიჭო, მე ხა დასადგომი ვარ 8-დან 9-მდე შუალედში. ბიჭები ყავს კიდე ახალგაზრდები ყვალ ნორჩები. გიგო გოგა ქისტაურმა გათიშა თავისი მოწინააღმდეგე იქით პოლადაშულმაც მოიგო reverse triangle-ით საკმაოდ კარგად იბრძოლეს ორივემ GFS-ში ბიჭებმა დებიუტი ჰქონდათ და გვინდა გავისაუბროთ ხვალ და დავისვენო რა უნდა დავიძინო თორე 3-4 დაიწყო სიმონ და ამას ჩემი ნაპარნიკია ვითო რა და სულ იმენა ცალ ფეხზე კიდია რა ჩემი პრობლემები ტიპს რა ზის და მიყურებს რას მიყურებ ბიჭო შენ რო გიყურებს არც მიყურებს გადაზე ხარ ტიპს იმენა ანუ ჩაო მეყვინთება პირიქით მე რა გაუძლებ ხა კიდე ამის 2 საათიან მატორს თო პირში აქ მატორი რა გარუჩე რა პირში აქ მატორია წესი რა დიმამარაკეჭე ნა მატორი რა ლატაობ რა ბიჭო ეგ ღამის 3 საათია ეხლა ამერიკაში ენთან 4 დაიწყო ნიუ-იორკში ვეგასში 12 საათია შვაღამია ეხა იქ იმათ რა უჭერთ ჩოკი მიერეკოს ხოლმე სახში რომ მივა დაავიწყდა რომ სხვა ზონაში ეხა აქ ორივე აქ ცხოვრობდით ადრე აქეთ აპირზე და ერთ დროზე ვიყავი და ეხა ვიზა წერს ხოლმე ბიჭო იმაზე რა ჩემთან გამთენი ისას იმასთან და ეხა დაღამდა და აშვები გძინავს შეჭო გძინავს რა გამომიძებ ცოტა ხანში მეთქი ალგები ყავს დაოლე რა გძინავს ვინ გეუბნება ხოლმე ეგრე ლევან მოკლედ მაგარი იყო რა, კაი იყო თქვენთან საუბარი, გლებო და გელოდებით რა, უახლოეს მომავალში რა. როგორც კი იქნება ბიჭებო რამე სიახლე ეგრევე გაგაგებინებთ აუცილებლად. გაგაგებინეთ კი და გიო რომი თქვენსკენაც თუ იქნება რამე სიახლე კაროჩე ბრძოლებზე გამაგებინე კაცურად იმედებს ათავარ. ჩალიჩობ მაქსიმალურად ეგ არის ჩემი ხა ისა მე არ ვიცოდი თქვენ თუ მაგ იმაში იყავით გამიგე და ეხა ლაპარაკის გარეშეც ეხა ადექი და ისა ჩემ თავნებურად ჩემს სქემოზე რაღაცა ვქნა მაგრამ მე უეჭველი ვწდი მე რა და ბედის მონახევია და ცდაც წინ არაფერი არ უდგას და ან ეხლა კაროჩე PFL ევროპა იწყება მე მგონი ეხლა იქნება გრან პრისის ხوارის ეხლა ფინალი იქნება ეხლა დეკემბერში ეხლა ამ თვეში არის მე მგონი როდის არის არ ვიცი ზუსტად მგონი 18-შია თუ 20-შია და მე რეიწყება კაროჩე შესარჩევი მაგრამ აი ეხლა რო უყურე კაროჩე რა ძალიან სუსტები არიან აი დედასპიცა რა PFL ევროპაზე ვიც არიან ფინალს ვინც ჩხუბობენ კაროჩე ერთი ირლანდიელი ბიჭი ეხლა მაგრამ ერთი მეორე გერმანელია ალექსანდრე ლუსტერი კაროჩე მაგა სუსტია იმენა სუსტია მართლა რა ვიცი ოდა როგორ ჩხუბობენ ბიჭო ეგენ იმაზე ხამარზე რა აზია რა ვარ თო თან ეხა იცო უნდა ვნახო რა
პარასკევს და რაღაცები მინდა ვკითხო კიდე რა, რჩევები და კაგრას უნდა ამოვქოქო ეგისა და გაგაგებიებთ, შენს გაგაგებიებთ და შენს და ჯერ ნახოთ, ჯერ კონკრეტულად არავის სახელს არ ვეთქვი, პროსტა ზოგადად მივწერ და მე დალშე ნახოთ რა სიტყვიან რა. იგარი ხარ და მადლობა. ზური, ლაშა, ჯიგრები ხართ, რომი, Fight Hop podcast, შემდეგში დაგიბრუნდებით. Mike is yours, ზურა. გაიხარეთ ბიჭები, გაიხარეთ, მადლობა მადლობა. თქვენს და იმედია კაი ამბებით დავბრუნდებით მერე. აუცილებლად. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, თორე არ ვიცი, короче. იაფი ძალიან ცუდ კომენტარს დავწერ, ვინც უყურებს და არ გამოიწერს არხი. თორე ლაშა გაგტიშავთ. თორე ლაშა გაგტიშავთ. ასუა. ეს სიჟენი აღარ იქნება უკვე. ჯიგრები. ის ერთხელ იყო და მორჩა დესიჟენი რა. არ იქნება. ათი იწყება ისევე უკვე ნოკაუტების სცენას, ზეო. ჯიგრები აი, აბა ბიჭებო, დროებით და კარგად აი, საუბარი, ნახე. დროებით და დიდი მადლობა. მაგრად. აბა. აბა.